როგორ ხარ, მე რა მიჭირს თქვენ აქ არ გინახავთ ადამიანებს სახეები აქვთ გაერთიანებული. აი რა უწითლდა ლოყა და ეტკინა. ხო რა ზომით ეტკინა ბატონ დრებუაძეს ეს ლოყა და ეს ადამიანი მზია მიპოვა 2 წლის თავზე საკუთარ სახლში. არ არის არც ერთი შემთხვევა მსგავსი მზია ამაღლობელი საქმის გვიწევს ბრძოლა ჩვენი შვილების და მომავალი თაობის უკეთესი მომავლისთვის. და საქართველოში ეს არ არის პატარა საქმე. ეს არის ძალიან დიდი საქმე. მოგესალმებით, საქართველოს ევროპული ორბიტა იწყებს პოდკასტების სერიას და ჩვენი საუბრის თემა დღეს არის მზია და მედია. ბუნებრივია საუბარი შეეხება მზია ამაღლობელს, მის საქმეს და ზოგადად ქვეყანაში არსებულ მედია გარემოს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი. ასევე დღეს გვეყოლებიან მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები, რომლებიც ისაუბრებენ მზიაზე, მის პროფესიულ საქმიანობაზე, გამოცდილებაზე. თუმცა ქალბატონ მაიასთან მინდა რომ ვისაუბროთ მზია ამაღლობელის საქმის სამართლებრივ გარემოებებზე. და ვეცადოთ რომ მსმენელს აუხსნათ ალბათ მათთვის გასაგები ენით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბევრს აქვს ამასთან დაკავშირებით შეკითხვა, რატომ არის მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი და რა პრობლემები არსებობს მის საქმესთან დაკავშირებით. მოდით დავიწყოთ თავიდან, იმიტომ რომ მრავალ ესე ვთქვათ კომპონენტიანია მისი საქმე. საიდან მოხდა ქალბატონი მზია აქციაზე, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები, იმიტომ რომ ის დააკავეს ორჯერ და როგორ დაიწყო მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების სერია. მოგესალმებით ნინა და მივესალმებით თქვენს მსმენელს. ესე იგი თავში მოკლედ ვიტყვი და შემდეგ ჩავშლი რატომ არის პოლიტიკური პატიმარი დღეს მზია. იმიტომ არის პოლიტიკური პატიმარი, რომ მზია სბრალდება არის უკანონო, იმიტომ რომ ის რაც ასე ვთქვათ მან განახორციელა სილა გაულაწუნა ბატონ დრებუაძეს არ გახლავთ დანაშაული და არ გახლავთ დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის თვალსაზრისით, რომელიც მის ბრალშია 353 პრიმა მუხლი, არამედ ყველაზე მძიმე შეფასების შემთხვევაში ეს ქმედება ეტევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის ფარგლებში. და სწორედ იმიტომ რომ ეს არის მზია, სწორედ ამიტომ არის პატიმარი ამ საქმეზე, სწორედ ამიტომ არსებობს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალდებები და სწორედ ამიტომ იმყოფება ის ასე ვთქვათ ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში ვიდრე დღემდე, რომლის დასაბუთება არასოდეს არ მოგვისმენია ერთი იმიტომ რომ თავისთავად ცხადია ბრალდება უკანონოა, მაგრამ ბრალდების კანონიერების შემთხვევაშიც კი პატიმრობას დასაბუთება ჭირდება. მზიას შემთხვევაში არც იმაზე უზრუნია ვინმეს რომ რასაკვირველია ბრალდება უკანონოა ვამბობთ, მაგრამ არც იმაზე უზრუნია ვინმეს რომ ამ უკანონო ბრალდების პირობებშიც კი რაიმენაირად დაესაბუთებინათ მისი პატიმრობა. წინასწარი პატიმრობა. დიახ, ეს წინასწარი პატიმრობა, ხანგრძლივი პატიმრობა, რომელიც უკანონო ბრალდების პირობებშიც კი არაფრით არ არის დასაბუთებული და გამართრებული და არ ემსახურება მის ლეგიტიმურ მიზანს. მოგეხსენებათ ერთადერთი არგუმენტი მის უკან ვიდრე დღემდე არის ის, რომ ჩაიდენს თურმე ახალ დანაშაულს. თუმცა რა დანაშაული იქნება ეს, რატომ ჩაიდენს, ან რატომ არ შეიძლება მისი პრევენცია სხვა არასაპატიმრო ზომების გამოყენებით, ამაზე არც არასოდეს უსაუბრია ბრალდებას, არც არასოდეს დაუსაბუთებია სასამართლოს. ერთადერთ წინადადებას ამბობს მხოლოდ ბრალდება, რომ მისი ვარაუდით აქ არის ინტენსიური საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის. ეს ინტენსიური საფრთხე არ ვიცი რა არის, პროცესზე სულ ამ კითხვას ვთქვათ ხელახლა შემოულაწუნებს ბატონ დრებუაძეს, თუ რა დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობს აქ ბრალდება, ამაზე ეს არ გაგვიმხილა არასოდეს ბრალდება, ამაზე არც არასოდეს შეიწუხა სასამართლომ თავი და ცხადია მზია გახლავთ მესულ ამბობ არა პატიმარი, არამედ ტყვე ამ მოცემულობით და ვთქვათ აი ამას ეფუძნება მისი პატიმრობა და ბრალდება და სწორედ ამიტომ არის მოკლედ ვთქვათ ის უკანონო პატიმარი, იმიტომ რომ სწორედ მზია ამაღლობელია. და
გარდა ამისა, რა თავშივე მინდა ვთქვა, რომ ამის დასასაბუთებლად ჩვენ არაერთ პროცესზე სასამართლოს მივუთითეთ არაერთი გადაწყვეტილება, ჩვენი სასამართლოსი, იმ სასამართლოსი, რომლის მიმართაც ნდობა ნულოვანია, მაგრამ ამ სასამართლოს აქვს ეს გადაწყვეტილებები მიღებული უზენაეს სასამართლოს, რომლის პრეცედენტებიც არის გასათვალისწინებელი. ამას ვამბობ ხოლმე მათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ აბა ეხა პოლიციელზე ხელის შემოლაწუნება დასაშვებია, აბა ეხა პოლიციელზე ხელის შემოლაწუნება უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და აი ამ კომენტარების გამკეთებლებისთვის უფრო ვამბობ ხოლმე ამ მიუთითებ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, ათობით სასამართლო გადაწყვეტილება ჩამოუთვალე ამავე ბათუმის სასამართლოს აღკვეთის განხილვისას, სადაც სასამართლო ასეთ შემთხვევებს კი არა, გაცილებით მძიმე შემთხვევებზე ამბობს, რომ ეს არ არის პოლიციელზე თავდასხმა და მათ შორის აჭარის არაერთ საქმეზე მიუთითე ნინო, მათ შორის აი ძალიან ვთქვათ უფრო ადვილად რომ გაიგოს მსმენელმა, მაგალითად ასეთ რაღაცა ასეთივე საპროტესტო მანიფესტაციას ეხებოდა ეს ამბავი და ერთ-ერთმა ასე ვთქვათ მონაწილემ პოლიციელს ასე ვთქვათ თავში უთავაზა ბოთლი საქმის მასალების მიხედვით ყოველ შემთხვევაში ასეა რომ მანამდე შეურაცხყოფას აყენებდა და რაც თავარია სამხრეთ კამერაზე არის დაფიქსირებული ეს შემდეგ თავში ბოთლი გადაამტრუია თავზე პოლიციელმა ცხადია დაზიანებები მიიღო ასეთი ზემოქმედების შედეგად მაგრამ სასამართლომ თქვა ეს არ არის თავდასხმა პოლიციელზეო არაერთი მათ შორის დაანით დაჭრის ეს მუხლი არ არის ეს მუხლი არ არისო დიახ ამიტომ ჩვენი პოზიცია ზუსტად ეს არის ანუ ეს საკმაოდ ძიმე მუხლია და სასამართლოს ვეუბნებით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ზუსტად ამას ვეუბნებით რომ ყველა იმ შემთხვევაში ხომ თქვა სასამართლომ რომ ეს არ არის თავდასხმა მათ შორის ვთქვი რომ აი დანით დაჭრის პოლიციელს დანით მიაყენა დაზიანება ორი ასეთი საქმე მიუთითე სასამართლოს ცხვირი გაუტეხეს პოლიციელს მთვალი დაუზიანეს ტუჩი დაუზიანეს ქალი პოლიციელი ასე ვთქვათ წიხლქვეშ გაიგდეს და სცემეს და არაერთი ასეთი საქმე ხოლმე სასამართლოები რატომ ანუ რა არის გარემოებები რასაც აკვალიფიცირებს პოლიციელზე თავდასხმა რამდენიმე გარემოება რასაც სასამართლო უთითებს ჯერ ერთი თავად მოქმედებას აფასებს ხოლმე და აი განსაკუთრებით იმ შემთხვევებში რომლებიც არის რომ მაგალითად თვალი გაუხეთქა რაღაცა თვალზე ჩალურჯება ტუჩი გაუხეთქა ცხვირი დაუზიანა ასეთ შემთხვევებში ამბობს ხოლმე რომ ეს არ არის იმ ტიპის ძალადობრივი ქმედება რაც მოხდებოდა ობიექტური მხრივ, ანუ დანაშაულს აქვს ობიექტური შემადგენლობა და სუბიექტური შემადგენლობა, ობიექტური შემადგენლობის მხრივ არ მოხდებოდა თავდასხმის კვალიფიკაციაში იმ ტიპის ძალადობრივი, იმიტომ რომ ეს მუხლი სხვა ტიპის ძალადობრივ ქმედებას გულისხმობს. მაგალითად წინააღმდეგობა შეიძლება იყოს. წინააღმდეგობა შეიძლება იყოს, მათ შორის ამ ტიპის ძალადობრივი ქმედების გაწევით, მაგრამ წინააღმდეგობა სხვა მუხლით კვალიფიკაცია, ნინო. არ არის თავდასხმის მუხლის კვალიფიკაცია და ბევრ შემთხვევაში გადადის წინა უფრო მსუბუქი მუხლია სხვათა შორის წინააღმდეგობის დაწევა. ხო, ვიდრე ეს, მაგრამ აქ ამიტომ თავდასხმისთვის თავად მოქმედება უნდა იყოს თავისი შინაარსით მძიმე მოქმედება და ეს მოქმედება მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. და სასამართლო იმ გადაწყვეტილებებში ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ კონკრეტული ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო პოლიციელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგო. ერთ-ერთი დასაბუთება ესაც არის. ახლა ჩვენ შემთხვევაში რომელმა სასამართლომ უნდა თქვას, რომ სილის გაწვდა მიმართულია კაციც რომ წიყოს, მაგრამ მიმართულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის. ეს ქმედება ობიექტურად ვერ არის მიმართული. ეს არ არის იმ ტიპის ქმედება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს სიცოცხლის და ჯანმრთელობას და სუბიექტური მხარეა ძალიან მნიშვნელოვანი. თავად ასე ვთქვათ, ბრალდებულის განზრახვა ეს უნდა იყოს, რომ ამ ტიპის ზიანი მიაყენოს. ამიტომ როდესაც იქ სხვა გარემოებებს ეყრდნობა, აღარაფერს ვამბობ უკვე, რამდენად უკავშირდება ეს მის სამსახურებრივ ქმედებას, ეს კიდევ უფრო მაღალი დასაბუთება ჭირდება ამას და ასე შორს არ მივდივარ. ამიტომ სასამართლო პრაქტიკა ცალსახა არ არის არც ერთი შემთხვევა. არც ერთი შემთხვევა მსგავსი მზია ამაღლობელი საქმის, სადაც სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ ეს შეიძლება თავდასხმად შეფასდეს და უფრო მეტიც
ასეთ ერთჯერად, ასე ვთქვათ, ერთჯერად ქმედებებზე სასამართლო ამბობს, რომ ეს არ ეტევა ცემის კვალიფიკაციაში კი. და ცემა უფრო მსუბუქი მუხლი გვაქვს ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი, რომელიც მხოლოდ 1 წლამდე ისჯება და იქაც ამბობს სასამართლო, რომ ერთჯერადი დარტყმა ცემაც კი არ არის. ამიტომ როგორ შეიძლება ის მოქმედება, რომელიც უფრო მსუბუქი დანაშაულის შემადგენლობასაც ვერ იძლევა, ამ შემთხვევაში ეტეოდეს უფრო მძიმე დანაშაულის შემადგენლობისთვის საკმარისი იყოს, ასე ვთქვათ, ეს ხვათა შორის თვითონ აი ამ ვინც არიან ბრალდების მოწმე პოლიციელები, მათ აღქმაშიც პროცესიც გამოჩნდა, რომ ეს ქმედება არ არის აღქმული როგორც პოლიციელზე თავდასხმა, თქვენ ალბათ შემისწორებთ, მაგრამ მაგალითად ბესელია ხშირად აღნიშნავდა შეურაცხყოფას ახსენებდა თავდასხმის ნაცვლად და შემდეგ შეასწორა თავადვე, ალბათ გაახსენდა, რომ თავდასხმა კვალიფიკაცია და ეს სიტყვა უნდა ეხმარა მზიას ქმედების აღსაწერად. იყო ხომ ეს გარემო? სწორად აღნიშნეთ, ნინო, ზუსტად ასეა საქმე. ანუ პირველივე აი პატაკი ვინც დაწერა პოლიციელმა, ანუ თვითმხილველმა, დამკავებელმა, რომელიც საგამოძიებო ნაწილის უფროსია და იურისტია განათლებით მასთან მქონდა ეს კითხვები, მან პატაკი რომ დაწერა, ასე ვთქვათ, და აღწერა რა მოხდა, ის ამ ასე ვთქვათ, თავის პატაკში წერს სწორედ ამას, რომ დგებუაძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ზუსტად ასე აღწერს ამ მოქმედებას, არავითარ თავდასხმაზე იქ საუბარი არ არის. მე ჩვენი კითხვები იყო, რომ გამოძიება როდესაც დაიწყო, მხოლოდ ეს პატაკი უდევს საფუძვლად და რატომ გადაწყვიტა გამოძიებელმა, რომ თავდასხმის მუხლით უნდა დაეწყო, იმიტომ რომ თავდასხმას სხვა გარემოებები ჭირდება. ეხლა წეღან გამომრჩა მეთქვა, რომ ამ სილის შემულაწუნებით არანაირი ზიანი არ მიუღია ბატონ დგებუაძეს და ვერც მიიღებდა ვერანაირ ზიანს, ხო? ანუ მას არ აქვს სახეზე აი რომ სისხლნაჟღენთი ავაზუსტოთ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული აქცენტი როკეთდება იმაზე, რომ გაუწითლდა ლოყა. ეს ბრალდება ცდილობს დაადასტუროს ზიანი, ხო? ანუ ეს გარემოება უნდათ, რომ საქმეში არსებობდეს. ამიტომ ამაზე აქცენტი. აი მარტივად რომ ახსნა ნებისმიერი რასაკვირველი ნებისმიერი დანაშაული გარკვეულ ზიანს უნდა უკავშირდეს. ვინმე უნდა დაზიანდეს, მოკლედ. დანაშაულის შედეგად ვინმე უნდა მიიღოს რაიმე ზიანი. ეხლა მოცემულ შემთხვევაში აი ეს ზიანი საიდანვე ხო უნდა მოეტანათ, ხომ? ასეთი ზიანი ფიზიკური ზიანი ხომ უნდა, ანუ სისხლის სამართალს ჭირდება ფიზიკური ზიანი რომ კონდეს სახეზე. ბატონი დგებუაძის შემთხვევაში ასეთი ფიზიკური ზიანი არ არის, იმიტომ რომ ექსპერტიზის დასკვნითაც კი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის დათანხმდა და კი ბატონო შემამოწმეთ სამედიცინო თვალსაზრისითო, არ აქვს მას ეს დაზიანება და ამიტომ არის ზუსტად ეს ლოყა გაუწითლდა თემა, რომ აი ნუ რა ზიანი და ტკივილი ლოყა გამიწითლდა და მეტყინა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით რასაკვირველია, ამ გარემოებას პირველ რიგში მასთან თავად ვიკვლევთ და ნუ ეს ახლა ყველა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად კომიკური პასაჟი ამ საქმეში, რომ მას ლოყა გაუწითლდა და ეს გაწითლებული ლოყა, აი 6 პოლიციელის დაკითხვა პრინციპში ამიტომ ჭირდებოდა გამოძიებას, რომ ეს გაწითლებული ლოყა დაედასტურებინათ. თორე სხვა შემთხვევაში ვთქვათ, იქ ვიდეო კადრი არსებობს, თან რა თავარია, აქედან ერთის გარდა ყველა ნიღბიანია. ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელია პროცესზე მივხვდეთ, ეს ადამიანი მართლა ის ადამიანია, თუ არ არის. იმიტომ რომ გამომძიებელიც კი, ორი გამომძიებელი დავკითხეთ უკვე, ანუ ძირითადად ვინც იძიებდა ჯერ აჭარის პოლიციაში და შემდეგ ოზურგეთს გადაეცა საქმე იქ და ვერც ერთი გამომძიებელი ვერ გვეუბნება, რომ ნამდვილად ვიცი, რომ აი ეს ნიღბიანი ეს არის, მაგრამ თვითონ მითხრა, რომ მე ვარ და მე ასე ვთქვათ, საფუძველი არ მქონდა, არ დამეჯერებინა. აი ამ საქმეში სწორედ ეს პრობლემა ძალიან ცხადად და კარგად ჩანს, აი ეს ნიღბიანი პოლიციელების იდენტიფიცირების შეუძლებლობა, ვერავინ რო ვერ იცნობს ვინ არის, მხოლოდ ანუ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, ისაც კი რომ აი თვალი გავს, არ გავს, თვალი უჩანს, თვალიც არ უჩანს ამ ნიღბებში, ამიტომ ამ ტიპის მოწმეებია ამ საქმეში, რომლებიც ამბობენ, რომ ბატონო, მე ვიყავი იმ ნიღბის უკან. მე ვიყავი იმ ნიღბის უკან და მე ნამდვილად ვნახე, რომ მას
ლოყა ქონდა წითელი, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან და ნუ ყველამ ნახა, რომ ლოყა და ყურის არე ქონდა წითელი, აი არ ვიცი აი ყურის ადამდე და ყველამ დაინახა, რომ ხელი ზუსტად ისე მოხდა, რომ ლოყაზეც მოხდა და ყურზეც გადავიდა, ხო წარმოგიდგენიათ? ანუ აი იმ წამების კადრში და ყველაზე მთავარი კიდევ რა არის, იცით, ჩვენ წარვადგინეთ ამ საქმეში ვიდეო მტკიცებულება ორი სხვადასხვა კამერით და რაკურსით გადაღებული, ერთი აჭარის ტელევიზიის და ერთი თავად ბათუმელების, სადაც რომელიც ამ ინციდენტის მერე მაქსიმუმ 1 წუთშია გადაღებული. ანუ ინციდენტის მერე ბატონი დებუაძე თავად გამოდის წინ და ეს კადრში კარგად არის, ჟურნალისტები მას კითხვებს აძლევენ, ორივე მხარე ძალიან კარგად ჩანს და მას არსად არაფერი არ აქვს. ჩვენ გავუშვებთ კადრებად ამ დიახ, სახისფერი ოდნავ შეცვლილიც არ აქვს ბატონ დებუაძეს. ბატონი ნაკლი მინდა აკავეთ რატომ შეგიძლიათ რომ ვთქვათ? არ გცემთ პასუხს. რატო? არ მცალია და ანუ ხედავთ რომ შვიდი ვითარება იყო აქ აქციაზე, გრძელდებოდა აქცია და ამ დროს დააკავეს ადამიანები. რა მოხდა რომ ვთქვათ? ქართული ხალხი არ მცალია. და მოწმეებმა გითხრეს რომ მათ რომ ნახეს დებუაძე სადღაც 15 წუთის 15-20 წუთის მერე კიდე წითელი ქონდა ლოყა ლოყა ნაი თუ არ ანუ მან ამ დარტყმის შედეგად სიწითლე კიდევ ანუ რატომ ასე ვთქვათ შემოტანილი და მოგონილი თემა იცით რომ ხო ნუ რომ დარტყმა იყო ძლიერი გამიგეთ რომ მაგრამ თუ ძლიერი დარტყმა იყო ნუ რაღაცა დაზიანება ხომ უნდა ყოფილიყო ზედ მაგრამ ნუ ყველა აი რაც არ უნდა აი კადრია რაც არის და ყველა ხედავს ანუ რა სიძლიერის დარტყმაა ეს მარცხენა ხელით და არ დავიწყდეთ რომ ეს ხელი დაზიანებული აქვს მზიას იმიტომ რომ მანამდე ისეთ ჭეჭყვაში პოლიციამ გადაუარა ზედ ამ ინციდენტამდე ამის მტკიცებულებაც ჩვენ წარვადგინეთ ბრალდებას არ ქონია იმიტომ რომ ბოლო ადამიანი რომელიც ასევე უკანონოდ დააკავეს ბოლო ორი და შეათრიეს იქ იდგა თვითონ მზია იმ მომენტში პოლიცია რომ გამოცვიდა და ისეთი ჭეჭყვა საპოლიციო აი აქ მან მიიღო სად ჩავარდა ფეხებში გადაუარეს დაკარგა ფეხსაცმელი და მას ანუ დაზიანებები აქვს ორივე მხარზე მკერდის ქვეშ მაგრამ ეს დაზიანებები რაც თავარია გამოძიებამ არც დააფიქსირა არც იზოლატორში აღწერეს მისი ეს დაზიანებები ამ პროცესზე რასაკვირველია იზოლატორში შესახლების დროს ექიმმა უნდა აი იზოლატორში წერია რომ მას არაფერი დაზიანება არ აქვს ნინო ეს დაზიანებები დააფიქსირა სასჯელ აღსრულებამ გამოუგზავნა გამოძიებას და პროკურატურას და ამას ვარკვევდით ასევე ორ გამომძიებელთან აი რომ მიიღეს დაზიანებები მე რაკენი ამას რამოდენიმე მნიშვნელობით იყო რამოდენიმე თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი ერთი რომ რა გარემოებებში მიიღო უნდა დაადგინო ეს დაზიანებები საქმისთვის მეორე უნდა დაადგინო რატომ არ დაფიქსირდა ბათუმის იზოლატორში ეს დაზიანებები და სასჯელ აღსრულებამ რატო დააფიქსირა და მესამე რატომ არ გადაუგზავნე ექსპერტიზას იმიტომ რომ ექსპერტიზასაც არ აქვს ექსპერტიზაზე იმავე დღეს ასე ვთქვათ მიიყვანეს მზია 12-ში 12-ში ექსპერტიზა მარც დაათვალიერა მარტო მზიას კითხეს რომ აი რა გაწუხებსო და მას მართლა აწუხებდა ერთი ხელი და უთხრა ხელი მაწუხებსო და მხოლოდ იქ შეხედეს მეორე ხელზე აღარ შეხედეს ნინო მაგრამ რომ გამოუგზავნა სასჯელ აღსრულებამ 14-ში უკვე რომ უთხრა აქაც აქვს და მკერდის ქვეშაც აქვს ამიტომ ეს უბრალოდ ჩააგდეს ეს ჩამარხეს საქმეში იმაზე გათვლით რომ ხა აღარავინ მიარჩევდა ყურადღებას და არც რეაგირებას გააკეთებდა ვინმე. სხვათა შორის ხშირად ყურადღების მიღმარჩება ხოლმე ამ საკითხის გაშუქების დროს ის მოვლენები რაც ვითარდებოდა მზიას სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე და მე ვფიქრობ ამ მოვლენებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საქმის შესაფასებლად, იმიტომ რომ პირველი დაკავების დროს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა აქაც პროცედურა გაურკვეველია, მზიასთან ერთად დაკავებულები დაექვემდებარნენ პოლიციელით გებუაძის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშწორებას. ანუ ის ფიზიკურად გაუსწორდა დაკავებულებს და ამის მტკიცებულებები არსებობს, ამის მოწმეები არსებობს, რომლებიც ყვებიან, რომ კედელზე, ესე ვთქვათ, მიახეთქა თავით ერთ-ერთი დაკავებული და თელს განყოფილებაში ისმოდა მოწმაწური სიტყვებით გინება და ასე შემდგომ რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ბუნებრივია მოახდენდა მზიას თუნდაც ემოციურ მდგომარეობაზე
მდგომარეობაზე, მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იმ დროს, როდესაც ის გამოუშვეს და დაინახა ის ადამიანი, რომელმაც სულ რამდენიმე წუთის წინ თუ საათის წინ დააკავა ის და სხვა მოქალაქეები და ფიზიკურად გაუსწორდა მათ. აქვს ამ ქონდა ამ ყველაფრის გავლენა შემდგომ განვითარებულ მომენტებში. კი, ზუსტად ესეა, ნინო, იმ დღემ საერთოდ ძალიან მძიმე ფსიქოემოციური გავლენა მოახდინა აი წინა პროცესებმა, ვიდრე აი იმ ინციდენტამდე, სილის ასე ვთქვათ, გალაწუნების ინციდენტამდე, რასაც პირველია და ეს არის მნიშვნელოვანი. აი კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი მთავარი არის ეს, როდესაც გვეუბნებიან, რომ პოლიციელი ეს არის სახელმწიფო მოტივისთვის. რასაც პირველი, ანუ პოლიციელი ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ იყო. ანუ ამ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერ პოლიციელს და რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს. თუ პოლიციელი მართლზომიერად არ მოქმედებს, ის დაცვას არ ექვემდებარება. ამიტომ ის რომ ამ შემთხვევაში ბატონი დგებუაძე წარმოადგენდა სახელმწიფოს, ეს არის როგორც მინიმუმ ტყუილი და ახლა ამის უკან რა არის, ხომ? მთელი პრეისტორია საინტერესო. პირველი ის რომ რატომ თავად მზია მოხდა ამ აქციაზე, გახლავთ ის რომ მან ტელეეთერით ნახა სწორედ აი ეს პირველი უკანონო დაკავება მისი თანამშრომლის ციალა ქათამიძის, რომელიც შესასვლელში აი შვარდვაძირს, ასე ვთქვათ, ასფალტზე აკრავს აი ამ ცნობილ სტიკერს იფიცება საქართველოს და მოგეხსენებათ რაღაც რამოდენიმე დღეში აი რაღაცა საყოველთაო გაფიცვა იგეგმებოდა ის პერიოდია ეს მგონი 15 იანვარს იყო და ეს ხდება 11 იანვარს. აი ამ სტიკერის გამო აკავებენ ეს ნახა ტელეეთერში მზიამ და სწორედ ამის გამო იმავე ოფისში მათ იქვე არის საიას აჭარის ფილიალი და მან თხოვა მას რომ წაყოლოდა და ორდერი გამოეწერა და ვთქვათ ეს დაკავებული ენახა. ეს იყო მისი იქმისმის განზრახვა აჭარის ფილიალის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა ამ აქციაზე, მაგრამ სანამ ის მივიდა ამ აქციაზე პირველი დაკავების მერე დააკავეს შემდეგი 8 ადამიანი კიდევ. ანუ ის, როდესაც მივიდა მზია აქციაზე, უკვე ყველა იყო დაკავებული, ყველა აი სტიკერების გამო. ზოგმა სტიკერი დააკრა, ზოგმა მოინდომა დააკრა, მაშინ დააკავეს, ზოგმა იკითხა, ის რატო დააკავეთ და ძირითადად აი ეს სერია ასე წაეწყო დაკავებების. და შემდეგ ეს არის მზიას საპროტესტო აქტი, ასე ვთქვათ, პროტესტის აქტი, რომ ხო აი ამის გამო დააკავეს ადამიანები და მან ზუსტად აი ეს ვიდეო კადრი ცნობილი უკავშირდება ამ ამბავს, სადაც ის ხსნის ეს უკან, ასე ვთქვათ, წებად ნაწილს ამ სტიკერის და აკრავს ღობეზე. სოლიდარობას უთხს. სოლიდარობის აქტი, დიახ, იმიტომ რომ მან ზუსტად იცოდა, რომ ეს არ არის სამართალდარღვევა და ეს მართლა არ არის სამართალდარღვევა. აი ამ სტიკერის გაკვრა არც ადმინისტრაციულ შენობაზე, სხვათა შორის, იმიტომ რომ კანონი გზავნავს მხოლოდ ნახატების და წარწერების შესრულებას ზედ. დამახინჯებას იერსახის და არა სტიკერის, რომელიც ეს არის ჩვეულ გამოხატვის თავისუფლების ფორმაში თავსებადი მოქმედება აძრობა ძალიან მარტივად და უმკივნეულად შეიძლება. ამის მერე და ზუსტად ამას უკავშირდება მისი დაკავება ეს ცნობილი კადრი თავად აჭარის პოლიციის საწუხო-ყოფილი დეპარტამენტის უფროსი ბატონი ბესელია გამოდის და აკავებს ერთ სიტყვას ხმას არ იღებს მზია და შენაღდებობის გარეშე შედის. შემდეგ ხო იქ შიგნით მიმდინარე ეს არ სწორედ აღნიშნეთ თქვენ რომ იქ არაერთ დაკავებულზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა მათ შორის ისინი მიუთითებენ დიახ ბატონ დგებუაძეზე ჩვენ ეს წიწებულებები წარდგენილი გვქონდა ამავე საქმეში, ამავე მოწმეთა ჩვენებების სახით, სასამართლოს ვეუბნებოდით, რომ აი გამოკითხეს მოწმეები, დაკავებულები, ასევე დოკუმენტური მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი, რომლებიც ასახავდა მათ დაზიანებას იქვე იზოლატორში, როდესაც შეასახლეს პოლიციის შენობიდან. ეს ყველა მტკიცებულება სასამართლომ ამოიღო ამ საქმიდან, წინა სასამართლოს ხდომაზევე, უბრალოდ ესეთი ზოგადი არგუმენტაციით, რომ თურმე რელევანტური არ არის ამ საქმისთვის ეს მტკიცებულებები, არადა ამის უკან ზუსტად ის мотиваცია, რომ ამ პროცესზე ჩვენ არ ვისაუბროთ იმ საპოლიციო ძალადობებზე, რაც წინ უსწრებდა. ასე ვთქვათ, მზიას შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებას, თუმცა ვიდეო მტკიცებულებები დარჩა ამ საქმეში და ეს ადამიანები არა მხოლოდ ეხლა ალაპარაკდნენ, მაშინვე საჯაროდ იძლეოდნენ ამ კომენტარებს, როგორ გაუსწორდნენ მათ ეს თავის მირტმევასთან დაკავშირებით,
ცემა, ტყეპა, მათ შორის აი სწორედ ის გინება, ის ბოლო დაკავებული გაბაიძეს აი ინციდენტის კადრში ვისი გვარიც ისმის, მათ შორის ის ადამიანიც როგორ მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი დაზიანებების დამადასტურებელი დოკუმენტებიც ჰქონდა წარდგენილი და ისაც სასამართლომ ამოიღო ამ საქმიდან. ამიტომ ამას უკანა აქვს, რასაკვირველია ეს პრეისტორია და თავად მზიას უკანონო დაკავება ამ საქმეში, მაგრამ ნახეთ ნინო, აი ხლა ამ მე სულ ვამბობ, რომ მზიას დაცვა არის ერთადერთი აი ეს ამ საქმეში ეს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები და სისხლის წესით დაკავების კადრები, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, იმიტომ რომ ეს კადრები რომ არ იყოს, მზიას ბრალდებაში ჩვენ დღეს ვნახავდით არა მხოლოდ ამას, აი ლოყა გაუწითლდა ყველაზე მეტი რასაც ცდილობს და წვალობს, ასე ვთქვათ, ბრალდება. არამედ მზიას ბრალდებაში ვნახავდით, არ ვიცი რომ დაახია ტანსაცმელი, რაღაცა არ ვიცი ბომბის შეგდება და დაიჭირეს და არ შეარდებინეს 10 გორასა წიხს ავკრავითი დააზიანა რამოდენიმე მილიონ ზღაპარს წავიკითხავდით მისი ბრალდების დადრენილებაში. ამ კადრმა ამის საშუალება არ მისცა მათ. ამიტომ არის ახლა აი გაუწითლდა ლოყა და ეტკინა. ამიტომ ახლა ჩვენ პროცესზე ხო იძულებულები ვართ ვზომოთ ახლა რა ზომით ეტკინა ბატონ დგებუაძეს ეს ლოყა და გაუწითლდა არ გაუწითლდა, ანუ აქამდე რომ მოუწია ბრალდებას აი არ დავიდეს, ეს კადრები მხოლოდ აი ამის განაზღვევს მზიას, თუმცა მეორეს მხრივ მიუხედავად იმისა, რომ თვალნაცვლივ ჩანს როგორ აკავებენ მას, ხო, აი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში როგორ ძალადობს მასზე სისტემა და არა მხოლოდ მასზე, სხვა დაკავებულებზე, რასაკვირველია, ხომ? ხო, ხედავთ რისთვის დააკავეს, მაგრამ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართალდარღვევის ოქმში და თავიდან დაკავების ოქმშიც გაჩნდა, რომ ის თურმე შეურაცხყოფას აყენებდა, ხომ? ეძახდა ღორე, ძაღლებო, ღორებო და რუსეთის მონება. მაგრამ პროცესზე, როდესაც დავკითხეთ ერთ-ერთი ასეთივე ნიღბიანი პოლიციელი, საკურველი არ ახსოვს და არც იცის იქ რა უწერია. ყველა 11-ვე დაკავებულს უწერია ერთი და იგივე სიტყვები. თავი არც დაიტვირთეს ამაზე, რომ ყველა სხვადასხვა ადგილას და გარემოებაში დაკავებული ადამიანი თურმე ასე დაზეპირებულივით იძახდა ძაღლებო, ღორებო და რუსეთის მონებო. ეს სამი სიტყვა იცოდნენ მარტო. მაგრამ ამ პოლიციელმა, რომელიც ასეთივე ნიღბიანი იყო, ეს ვთქვი სწორედ, პროცესზე საერთოდ, ანუ წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, ბილდ სიტყვაობით გამოირჩეოდა და ეს სიტყვები დააბრალა მზიას, დაავიწყდა ან არ იცოდა რა წერია მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმში. თუმცა წარმოიდგინეთ, ამდენი საათი მიმდინარეობდა აქცია აი ამ პოლიციის შენობასთან. ბატონი ბესელია ვიმტკიცებდა პროცესზე, რომ იმ დღეს საგანგებო აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მანიფესტანტები და თურმე მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უნდა აი ძალით ყველაფერს შვებოდნენ იმისთვის, რომ პოლიციას დაეკავებინა. მონდომებულები იყვნენ თურმე ამისთვის და პოლიცია საგანგებოდ ცდილობდა, რომ ემართა პროცესები. ერთი კადრიც არ არსებობს ამ პირობებში. ყველა სამხრე კამერა საპოლიციო გამორთულია და კადრებში ჩანს, ეს კადრები ვაჩვენეთ. რასთავარია ამ ბესელია ამ პროცესზე ბრძანა, რომ ხა პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვერც კი ცნობს, ვერც კი ხვდება თურმე როდის არის სამხრე კამერა ჩართული და როდის არის გამორთული. ეს პოლიციელები კიდრადან დამწყრივებულები, მაგრამ გამორთული აქვთ კამერები და ერთი კადრი ძალიან ნიშანდობლივია წინა პროცესზე ვაჩვენეთ, მათ უკან აშკარად მათი ხელმძღვანელი დგას, მე კი ვიცი ვინ არის, მაგრამ ბატონმა ბესელიამ პროცესზე თქვა, რომ არც ვიცი ვინ არის, მაგრამ საპოლიციო ფორმაში დგას, დარწმუნდა რომ ყველა უყურებს, რომ დარწმუნდეს რომ გამორთულია კამერები. ანუ პოლიცია რომელიც ამტკიცებს რომ საგანგებოდ აგრესიული იყო ემზადებოდნენ გამორთული ყველა საპოლიციო კამერა არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი ნინო მტკიცებულება სადაც მზიას რაიმე დარღვევა ვინმეს რაიმე დარღვევა არის დაფიქსირებული ხა კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი ინტერესსაგანი მზია რასაკვირველია რომ მზია სადღაც ოდესღაც ვინმეს აყენებდა სიტყვის შეურაცხყოფას არ არსებობს
არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იღებს ასე ვთქვათ პროცესებს, მათი კამერის ჩანაწერი არ არსებობს. უფრო მეტიც განჩინება ქონდა გამოძიებას აღებული, რომ უნდა ამოიღოთ აჭარის ტელევიზიიდან ყველა ვიდეო კადრი, რომელიც უკავშირდებოდა 11-12 იანვარს მთლიანად საპროტესტო აქციას პოლიციასთან, მათ შორის შავი და უმონტაჟებელი მასალა. და რა მოიღო გამოძიებამ? ამაზე დიდი ხანი ვკითხავდი გამომძიებელს და რა გითხრათ, ყველანაირად ცდილობდა პასუხიდან გარცევას. ამოიღო მხოლოდ 44 წამიანი, 44, რაც შეიძლება შეავიწროვეს ინციდენტი, რომ ჩვენ არ ვხედავდეთ მანამ და შემდეგ. რომ მანამ, იმიტომ რომ აი ესე ვთქვათ, ნიღბიანი საპოლიციო მოწმეები თავად გებუაძის ასე ვთქვათ თამადობით ამტკიცებდნენ მე რომ ზია ისეთი აგრესიული იყო მანამდე ჩვენ ხო ვხედავთ შემოლაწუნების კაცს რომ მანამდე აგრესიული იყო და ამიტომ მაქსიმალურად შეავიწროვეს არა და ამავე საქმეში ჩვენ გვაქვს ვიდეო მტკიცებულებები რომელიც აჩვენებს რომ აჭარის ტელევიზიას აქვს სხვა კადრები და მათ შორის ის რომ ზია მანამდე დგას მშვიდად ხმას არიღებს ასე ვთქვათ ჭიშკართან უბრალოდ მისი მოადგილის გვერდით დგას იმიტომ რომ მისი ძმისშვილები დააკავეს და ცდილობს ზიას თელი ასე ვთქვათ შიში მიმართული იყო იქითრენ რომ ეხლა ეს მისი მოადგილეც არ დაეკავებინათ იმიტომ რომ მის თვალწინ ასევე გამოცვიდნენ და ასევე უკანონოდ არაფრის გამო ეს ბოლო ორი ახალგაზრდა ბიჭი ვინც დააკავეს ვის გვარსაც ახსენებენ აი ამ შემოლაწუნების პროცესში ანუ სახელმწიფო რომელიც გვიმტკიცებს რომ ისეთი აგრესია იყო ასე ვთქვათ იმ საპროტესტო აქციის დროს და მზია ისეთ რაღაცებს ჩადიოდა არ მოეპოვება ერთი ვიდეო კადრიც კი გარდა იმისა, სადაც მზიას უხმოდ აკავებს თავად ბესელია და სტიკერის რაკურის გამო და შეყავს შენობაში. ეხლა ეს რომ ეხლა რაც არ უნდა უხერხული იყოს, აი ამას როგორ ხსნის პოლიცია და წინა პროცესზე ბატონი ბესელია ამაზე განმარტებებს იძლეოდა, რომ ეს დაკავება კი არ არის თურმე. რაღა უბრალოდ აინტერესებდა ამ პიროვნება დაედგინა. მზია ამაღლობელის. და იმიტომ რომ სტიკერი გააკრა. და მზია ამაღლობელის პიროვნების დადგენის გამო გამოიყვანა თურმე აქედან და წინასწარ არ მინდა ვისაუბრო იქ არაერთი წინააღმდეგობა სხვა მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ნუ ჩვენ უკვე იმ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ საპოლიციო სტრუქტურების არც ერთ ჩინს არ ესირცხვილება ანუ ცრუ ჩვენებების მიცემა არ ესირცხვილება სამართლებრივი აბსურდების მოყოლა პროცესზე და მათ შორის აი ის ახსნა თუ რა ქვია ამ მოქმედებას, როდესაც ადამიანს ყიდებ ხელს და შეკავს პოლიციის შენობაში, ასეთივე კადრია. ეს არ არის დაკავება თურმე, ხან განრიდებას ეძახიან, ხან გამოვიყვანა იქიდან და მერე ხელი სხვა მოკიდა და მერე კიდე სხვა მოკიდა და მერე კიდე სხვა მოკიდა და საპროცესო მოქმედება არ არსებობს. პირველი ადამიანს როგორც მოკიდებ ხელს და მისინების საწინააღმდეგოდ წაიყვან პოლიციის შენობაში და მე აღმოჩნდება რომ ეს ადამიანი რასაკვირველია დაკავებულია, ანუ იქიდან ის თავისუფლად ვერ გამოდის, რასაკვირველია დაკავებულია ეს ადამიანი, მაგრამ მზიას შემთხვევაში მთელი სიმძიმე რა არის, იცით, ეს ადამიანი ჯერ უკანონოდ დააკავეს. შემდეგ შეუთითხნეს ეს უკანონო ბრალდებები დაკავების ოლქში. შემდეგ დაკავების ოლქში რაც შეუთითხნეს ეს არაკმარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოლქში კიდევ დაამატეს, რომ თურმე წინააღმდეგობას უწევდა სხვების დაკავებაში, რაც არ წერია მისი დაკავების ოლქში. სასამართლოში ასევე ბათუმის პოლიციის სამმართველო რისი უფროსიც თავად გებუაძე ანუ დაზარალებული ამ საქმეში მიიტანა ის ვიდეო მტკიცებულებები რომლებიც გადაღებულია მერე უკვე მზიას განთავისუფლების შემდეგ და ჩანს სწორედ ის ჭყლეტის კადრები, რომელიც უკავშირდებოდა სხვა ადამიანის დაკავებას და თავად მზიას ჭყლეტენ იმ კადრებში და შემდეგ ფეხქვეშ ჩაიგდებს პოლიცია მას, ვითომ იმის დასადასტურებლად, რომ მზია წინააღმდეგობას უწევდა ვიღაცების დაკავებაში. ამ დროს ეს არის სხვა კადრი, სხვა დროს გადაღებული, უკვე მზიას განთავისუფლების მერე და თან იქ საერთოდ არ ჩანს. ანუ
სიყალბეს ემატება. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს არ გაუჭირდა დაედგინა, თუმცა სასამართლომ თქვა, რომ ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილშიო არ მყოფნისო ვითომ მტკიცებულებებიო, მაგრამ წინააღმდეგობას რო უწევდაო, იქო კი ბატონო და ამ ნაწილში ასე ვთქვა დაადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. შემდეგ წინა პროცესზე პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ჩვენი კითხვების პასუხად აღმოაჩინა, რომ მას არ ქონია თურმე 150 მუხლით სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი მაშინ, როდესაც ბატონი ბესელია გვიმტკიცებდა, რომ ამიტომ შევიყვანეთ შენობაშიო და ამიტომ ეხლა ამის რამოსასწორებლად დღეს შევიტყვეთ, რომ ახალი პროცესია ჩანიშნული. ფაქტია, რომ დააკავეს მზია და შემდეგ უკვე ღემდე ფიქრობენ რა მუხლით დაასაბუთონ, რომ იყო მისი დაკავება. ღემდე თითხრიან მის წინააღმდეგ ყალბ ადმინისტრაციულ ბრალდებებს, რომ რამენაირად ეს მისი დაკავება, ასე ვთქვათ, გაათეთრონ, იმიტომ რომ სისხლის საქმეშიც პატიმრობა ეყრდნობა მის უკანონო ადმინისტრაციული წესით დაკავებას, ანუ დღემდე ასე ამართლებს სასამართლო, რომ თურმე პირველად ამ ადამიანმა ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა აგინა პოლიციელებს, შემდეგ გაანთავისუფლეს და ეს ისეთი ადამიანია, რომ მაშინვე ასე ვთქვათ, ქალბატონმა ძალიან მნიშვნელოვანი სამწუხარო, ასე ვთქვათ, შემთხვევა მოხდა მისი მეორე დაკავების შემდგომ, ხო? მზია ამაღლობელი მისი განცხადებით პოლიციელი დგებუაძის მხრიდან დაიქვემდებარა არაადამიანურ ღირსების შემოლახავ მოპყრობას. რაც გახდა შემდგომ მისი მხრიდან პროტესტის ალბათ ყველაზე მწვავე ფორმის შიმშილობის დაწყების საფუძველი. რა შეგვიძლიათ გითხრათ ამ გარემოებაზე? მე ვიცი მისი გარკვეული დეტალები, რაზეც თუნდაც მისი მეგობრებიც არ საუბრობენ, თქვათ, სენსიტიურობიდან გამომდინარე. თუმცა საზოგადოებას მაინც შევახსენოთ, რომ ქალბატონი მზია მისი დაკავების შემდგომ გახდა იგივე დგებუაძის მხრიდან უკვე ამჯერად მზია გახდა ღირსების შემოლახავი მოპყრობის მსხვერპლი. დიახ. და როგორ მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება? სამწუხაროდ ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს ყველა სხვა ამ ტიპის საქმის გამოძიება ამ ქვეყანაში, ანუ ფაქტიურად არ მიმდინარეობს. მზია დაზარალებულადაც არ არის ცნობილი ამ საქმეზე, მიუხედავად ვთქვათ დაცვის მხარის არაერთი მიმართვისა და საჩივრებისა და მოცემულობა ნახეთ როგორია ნინო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა შიგნით და მე ანუ შენობის შიგნით ბატონი დგებუაძის მხრიდან და მე ეჭვი არ მეპარება არც ერთ მის სიტყვაში, იმიტომ რომ მანამდე არსებობს კადრები და ცხადად ისმის ხმა ბატონი დგებუაძის, როდესაც მზიას აკავებენ, როგორი უშვერი სიტყვებით ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს და სისხლით დავიჭერ სისხლით. მაგრამ მოცემულობა გახლავთ ასეთი, გამოძიება შემოიფარგლა რითი, ნახეთ ამ საქმეში. გამოკითხეს პოლიციელები მიუხედავად იმისა, რომ მზია მიუთითებს, ხომ? ანუ რა ტიპის არაადამიანური მოპყრობის, რომ არაერთხელ შეუვარდა საშინელი უშვერი სიტყვებით აგინებდა, ლანძღავდა და მას თანამშრომლები აკავებდნენ. განა იმიტომ, რომ მზია, ასე ვთქვათ, მზია ეწოდებოდათ, იმიტომ რომ კვალი არ დაეტოვებინა ბატონ დგებუაძეს იმ წუთას, ასე ვთქვათ, ძალადობის, თორე სხვა მხრივ დარწმუნებული ვარ, არ გააკავებდნენ მას. შეფურთხება, დიახ, მას სახეში შეაფურთხა, არაძლევდნენ ელემენტარული ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას, ხელბორკილი დაადეს უკან და მჭიდროდ შეკრული ეჯდათ არაერთი საათის განმავლობაში და პროცესზე გამომძიებელმა დაგვიდასტურა, რომ დაკითხვის დროსაც კი არ მოხსნა ხელბორკილი. ადვოკატები რომ შეუშვეს 3 საათის შემდეგ და დაცვის უფლებაც დარღვეულია ამ საქმეში, 3 საათი ადვოკატები რეკავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში, სახალხო დამცველის ხელხაზზე და არ უშვებდნენ მასთან ადვოკატებს. ადვოკატები რომ შევიდნენ, მათი მოთხოვნითაც არ მოხსნეს ხელბორკილი და ანუ ხელბორკილი მოხსნა მხოლოდ იმიტომ, რომ დაკითხვის ოქმზე მოეწერა ხელი. აი ეს ამაყად გითხრა
ქალმა გამომძიებელმა პროცესზე. თუმცა ანუ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ხომ, ქალი საზოგადოებამ რო წარმოიდგინოს, ქალი დააკავეს, მას აქვს ხელბორკილი და დამკავებელმა მას შეაფურთხა სახეში და საათების განმავლობაში მზია ზის დაკავებული ოთახში და მას აქვს განცდა იმისა, რომ მასზე რეალურად შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ძალადობაც, იმიტომ რომ დგებუაძე აქვს განმეორებითი მცდელობა შემოვარდეს ოთახში და ფიზიკურად გაუსწორდეს. და მზიას აქვს იმის განცდა, რომ ის არის დაუცველი, ის არის პოლიციის კონტროლის ქვეშ და მას მუდმივად აქვს ფიზიკური თავდასხმის და ანგარიშწორების შიში, იმიტომ რომ იმ თქვათ გავეშებულ პოლიციელს აქვს დაკარგული წონასწორობა, რომელმაც უკვე იძალა სხვა დაკავებულებზე. დიახ, ზუსტად ასეა ნინო, ზუსტად ასეა ეს ამბავი, სწორედ ამიტომ ვითხოვდით თან ნუ რამტკიცებულება შეიძლება მოიპოვოთ, ხომ? არც ერთი პოლიციელი არ მოგცემს ჩვენებას საკუთარი თავის და ბატონი დგებუაძის წინააღმდეგ. ვიდეოკამერები იყო, ვთქვათ, ერთადერთი უტყუარი იქნებოდა ერთადერთი უტყუარი მტკიცებულებები და რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამოძიებას ამოღებული აქვს მხოლოდ მოპოვებული და ამოღებული ის ვიდეოკამერები, საიდანაც მზია არც კი შეყავთ შენობაში, ანუ ცენტრალური შესასვლელიდან არ ჩანს მზია საერთოდ იმ კამერებში არაფერი არ ჩანს. ანუ კამერების ჩანაწერები არ არსებობს. ხო ყველაზე უტყუარი მტკიცებულება ეს იქნებოდა, თუ მზია, ასე ვთქვათ, აქ რაიმე ცრუჩვენებას იძლევა ეჩვენებინათ ვიდეო ჩანაწერები და დავამატებდი სახალხო დამცველის წლების განმავლობაში მუდმივად რეკომენდაცია იყო ის, რომ პოლიციის განყოფილებებში იქ სადაც ხდება დაკავებული მოქალაქეების განთავსება, ყველგან ყოფილიყო ვიდეო კამერები და ამაზე ესე ვთქვათ ყოველთვის პასუხობდნენ, რომ აი ხდება ვიდეო კამერებით აღჭურვა და ალბათ ვერავინ ვერ დაიჯერებს, რომ იქ სადაც ქუჩაში ერთ ბოძზე 13 ვიდეო კამერა არის დაყენებული, პოლიციის განყოფილებაში არ იყოს მუდმივი მეთვალყურეობის კამერა, დაუჯერებელია და ფაქტებითაც ვიცით, რომ დაუჯერებელია, რომ შიგნით არ არსებობდეს ვიდეო მეთვალყურეობის კამერა, რომელიც არ ამოღებულა, როგორც თქვენ ამბობთ, არ შესწავლილა. ნინო, ეჭვი არ მეპარება, რომ ამის ვიდეო ჩანაწერები არსებობდა, როგორც მინიმუმ იმ სივრცეებში, ანუ სადაც შეყავთ კორიდორის სივრცეში, შესაძლოა სამუშაო ოთახში არ იყოს, მაგრამ კორიდორი გვაჩვენებდა რამდენჯერ შეუვარდა ბატონი დგებუაძე მას ოთახში, როგორც მინიმუმ და გარდა ამისა, სხვები, როდესაც დაზიანებებზე მიუთითებდნენ, როდესაც აი თავი არტყმევინეს ცემეს, ეს კორიდორში ხდებოდა. ანუ ამ ვიდეოებზე ბევრი ასეთი საინტერესო გარემოება იქნებოდა, მაგრამ არ არსებობს. ამის გამოძიების ვალდებულება აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, როდესაც პოლიციელები ჩადიან ძალადობას და დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ვინც იძალა და აი ამ თვეების განმავლობაში დაკავებულებსა და ალბათ ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ დასანქცირებულია დღეს საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროს მხრიდან, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირი. ქალბატონ მაია, სასამართლოზე რა ხდება ახლა? თუ გეძლევათ საშუალება, თუ გააძლევთ მოსამართლის საშუალებას იმისა, რომ წარმოადგინოთ თქვენი მტკიცებულებები, რათა დაიცვათ თქვენი კლიენტის უფლებები, თუ გეძლევათ ამის დაცვის განხორციელების საშუალება თუ გეძლევათ? ესე იგი, ჩვენ ამ პროცესზე ნინო ფაქტიურად წინა სასამართლოს ხდომის მერე შემდეგ განვაცხადეთ, რომ ფაქტიურად მზიას დაცვის უფლება წაართვეს და ამ თვალსაზრისით სტრასბურგის საჩივარი ამ თვალსაზრისითაც არის დასაბუთებული, რომელიც აი წინა კვირაში გაიგზავნა, იმიტომ რომ სასამართლომ აი ეს ერთხელის მოსმით ამოყარა ყველა მტკიცებულება, რაც მივიტანეთ ჩვენ დაცვა. ანუ ამ 18 მოწმეს ჩვენ დაკითხვაზე გითხრა უარი, მათი განმარტებები ამოყარა საქმიდან, 19 ვიდეო მტკიცებულება ამოიღო საქმიდან, ამოიღო ყველა ჩვენი დოკუმენტური მტკიცებულება და აი მათ შორის როგორები იცით, რომ მაგალითად აი წლეტვაში რომ მოყვა მზია მანამდე რომ გადაუარეს ზევიდან და ფეხსაცმელი რომ დაკარგა, ისე ცუდად იყო, რომ მისთვის სასწრაფო
სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თქვა ის ადამიანი, ვინც გამოიძახა იმის მტკიცებულებები, რომ მართლა მოვიდა სასწრაფო დახმარება და აი ამ დონის მტკიცებულებებიც კი ყველა მტკიცებულება, რომელიც თქვა დაცვას გვაძლევდა საშუალებას, რომ გვემტკიცებინა აი ეს ხაზი წინ რა უსწრებდა ამ ამბავს, ანუ ყველა მტკიცებულება სასამართლომ ამოიღო ამ საქმიდან, ესეთი ზოგადი საზოგადოებისთვის ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე არსებითი განხილვის დროს ვერ იმსჯელებთ, პრაქტიკულად ვერ მოიყვანთ ამ მტკიცებულებებს, როგორც გარემოებებს, რითიც რაც დავაყრდნობთ შემდეგ ჩვენს დასაბუთებას, თუმცა შემდეგ ასე ვთქვათ, ჩვენ გავასაჩივრეთ და სხვადასხვა გარემოებების გამო, იმიტომ რომ დაემთხვა სხვა საქმის განხილვა, ასეთივე პოლიტპატიმრების საქმე და იქ სხვა გადაწყვეტილება ჭირდებოდათ, სასამართლო იძულებული იყო სააპელაციო, ასე ვთქვათ, დაებრუნებინა ჩვენთვის ვიდეო მტკიცებულებები მხოლოდ. გარდა ამისა, ეს სხვაგვარადაც ჰქონდა ჩვენ გადაზღვეული, შემდეგ ახალი პროცედურით მივიტანეთ სასამართლოში მაინც ეს ვიდეო მტკიცებულებები. მოწმეები და დოკუმენტური მტკიცებულებები არ აყვავს. ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მინიმალური მტკიცებულებებით ვართ დატოვებული ამ საქმეში. ამიტომ ჩვენი მაინც ყველაზე მთავარი და დაგვრჩა ვიდეო მტკიცებულებები ძირითადად და სწორედ ამიტომ აქვს არჩეული ბრალდებას ის პოზიცია, რომ არც ერთი მოწმე, ყველა არის ნიღბიანი, ნინო, ერთი მოწმე, რომელიც იყო უნიღბო ამ საქმეში, სწორედ აი ამ ჩვენი ვიდეო მტკიცებულებების წყალობით იმ პროცესზე დავანახეთ ამ მოწმეს სადგას სინამდვილეში, მაშინ როდესაც იტყუება და ამბობს, რომ ვიდეოში ზუსტად ინციდენტის ადგილას და ვხედავდი ამ ინციდენტს და თავიდან ბოლომდე, ანუ ვიყვებოდა ასე იყო და შემდეგ ზუსტად აი ამ ვიდეო მტკიცებულებამ ჩვენ ასე ვთქვათ მოგცა იმის საშუალება, რომ გვეჩვენებინა, რომ არა ამ დროს აქ არ დრახარ, აი აქ. სწორედ ამიტომ ასე ვთქვათ არ მოიტანა ბრალდებამ, სწორედ ამიტომ მხოლოდ 44 წამია წარმოდგენილი და ყველა მოწმე გახლავთ ნიღბიანი, მათ შორის თავად ბესელიაც ზუსტად სწორედ იგივე ასე ვთქვათ გარემოების მსხვერპლი გახდა მე თუ მკითხავთ, ისაც ამბობდა რომ ანუ იქ ინციდენტის ადგილას დგას, მაგრამ ის ინციდენტის ადგილას არ დგას, ის უკვე კადრში შემოდის, მხოლოდ აი ამ სილის გარტყმის მომენტში, იმიტომ რომ სხვა ვიდეოები აჩვენებს ის ამ დროს სად მოძრაობს და სად არის. მაგრამ ნუ აი ამ მინიმალური მტკიცებულებების იმედად ვარ დარჩენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ერთი ვიდეო მტკიცებულებაც რომ არ გქონდეს ჩვენ ნინო, არსებობს თავად კადრი, თუნდაც აი ეს 44 წამიანი, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა და მხოლოდ ამ კადრზე დაყრდნობითაც კი და არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის სამართლებრივი თეორიის კომენტარების გათვალისწინებით, აქ შეუძლებელია რომ სასამართლომ თქვას, რომ ეს არის თავდასხმა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის თვალსაზრისით, ისე როგორც ეს არის სამართლებრივ თეორიაში და ისე როგორც ეს არის სასამართლო პრაქტიკაში. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ ის საერთაშორისო რეპუტაციის მქონე, ასე ვთქვათ, ფონდი, რაც არის ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი, რომლებიც ეხმარებიან პოლიტიკურად რეპრესირებულ ადამიანებს, ალბათ არ ჩაერთვებოდა ამ საქმეში, აქ რომ იყოს მართლაც პოლიციელზე თავდასხმა ან ძალადობა, ისინი არ აიღებდნენ ალბათ ამ საქმეს. რას ნიშნავს თქვენთვის მათი მხრიდან დაინტერესება ამ საქმით, ასევე ვიცით რომ სტრასბურგში გაიგზავნა სარჩელი მზია ამაღლობელი საქმეზე და აი ამ ძალიან დიდი არის საერთაშორისო ასე ვთქვათ ყურადღება ამ საქმის მიმართაც. გაძლევთ თუ არა ეს გარკვეულ ოპტიმიზმს? დიახ, ცხადია გვაძლევს და ალბათ მოცემულ რეალობაში ეს ერთადერთი, ასე ვთქვათ, საშუალებებია, იარაღებია, რისი გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია ამ საქმეში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიცით და საქმის ყველა წვრილმანი ზუსტად ამას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა და სისტემა მომართულია მზიას წინააღმდეგ და მათ შორის არაერთი სახელისუფლებო კომენტარი
არის ცილისწამებლური, რაც ასე ვთქვათ, უხეშად ესე არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმპციას და არაერთი ასეთი განმარტება გაჭეცდა უმაღლესი თანამდებობის პირებისგან. ამიტომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის და ინსტიტუციების, მათ შორის კლუნების ფონდი. დიახ, ისინი ესე სპონტანურად არ ჩართულან ამ საქმეში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობდნენ ამ საქმეს, ასე ვთქვათ, ფეხდაფეხ მოყვებოდნენ, აკვირდებოდნენ, ითხოვდნენ ინფორმაციებს და შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე ოფიციალურადაც პროცესის მონიტორინგში არიან ჩართული და მათი წარმომადგენელი ყველა პროცესს ესწრება და მონიტორინგს ახორციელებს და მე რეპორტინგს უკეთებს ამ ფონდს. სტრასბურგში გაიგზავნა უკვე საჩივარი კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევით, მე-5, მე-6, მე-8, მე-10, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევით უკვე და სტრატეგია იქნება ასეთი, რომ ყველა ის ეპიზოდი, სადაც ამოვწურავთ შიდა მექანიზმებს, ანუ არაერთ სარჩელი საჩივარი წავა სტრასბურგის სასამართლოში ამ თვალსაზრისით, ამიტომ ეს ცხადია დამაიმედებელია, თუმცა დროის ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ეს პირველივე საჩივარზე, ასე ვთქვათ, რა უკავშირს მივიღებთ დროის თვალსაზრისით სტრასბურგის სასამართლოდან, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე დაადგენს დარღვევას არაერთი მუხლით კონვენციის, არაერთი მუხლით და ამ თვალსაზრისით სანიმუშო საქმე იქნება მზია ამაღლობელის. და ბოლოს აი გვითხარით მზია ამაღლობელის განწყობის შესახებ თქვენ ალბათ ხვდებით როგორც ადვოკატი მას ციხეში სასამართლო პროცესზეც და ბევრი ადამიანისთვის ვინც გარეთ არის დარჩენილი მზია ამაღლობელის არ ვიცი შემართება, პოზიციონირება, თუნდაც ის ფაქტი რომ ის არასდროს ასე ვთქვათ არ საუბრობს მის პრობლემებზე და მათ შორის მისი შიმშილობაც კი ცდილობდა რომ მაქსიმალურად ყოფილიყო არ ყოფილიყო ხმაურიანი, არავინ შეეწუხებინა ამ ფაქტზე, ის არ ითხოვდა ამით ყურადღების მიქცევას მისი პიროვნების მიმართ. როგორი ადამიანია მზია და როგორ დაახასიათებდით მის მდგომარეობას პატიმრობაში? ესე იგი, მზია გადის უმძიმეს გზას ფიზიკურადაც და აჯიხსნით რატომ იქამდე ვიდრე იქ მოაღწევდეს სადაც ვითომ მართლმსაჯულება აღესრულება იმაზე ვისაუბრე რომ იქ მართლმსაჯულება არ აღესრულება მაგრამ იქამდე რომ მოვიდეს ეს ადამიანი ხომ გადის ყველა პროცესზე მინიმუმ 800 კილომეტრს 24 საათის განმავლობაში და სასამართლო აქამდე კვირაში ერთხელ ინიშნებოდა ამ ინტერვალით ნიშნავდა მოსამართლე და არაერთხელ ვთხოვეთ რომ ასეთი ინტენსივობით დანიშნავს ამ პროცესს იმიტომ რომ გადის მინიმუმ 800 კილომეტრს ამ ასე ვთქვათ საბადრაგო მანქანით შემდეგ როგორც კი ჩამოიყვანენ მას ბათუმში მაშინვე ასევე მალე სხდომის დარბაზში შემოდის სხდომის დარბაზში ის უწყვეტად ზის 5-6 საათის განმავლობაში დგას არ ზის ვერ ჭდება სხდომის დასრულების შემდეგ მაშინვე ასე ვთქვათ ისე უკან საბადრაგო მანქანაში და ამ ხელარგზა უკან რუსთავამდე ფაქტიურად ამ ხნის განმავლობაში მისგან ვიცი მას არ შეუძლია წყლის დალევაც კი მთელი აი ამ მგზავრობის განმავლობაში იმიტომ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას მას აქვს კუჭის პრობლემები, შაკიკის პრობლემა, მგზავრობა გადააქვს ძალიან ცუდად და წყალი რომ მიიღოს, შემდეგ ეწყება გულის რევა და კვების მიღებაზე ხო საუბარიც არ არის. ანუ ეს ადამიანი მინიმუმ ამ 2 დღის განმავლობაში ხოლმე ხო რაც 2 დღეღა მის დილას რა დროს უნდა ააყენონ რომ წამოვიდნენ, შემდეგ სასამართლოს მერე რა დროს ბრუნდება ის უკან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში არის ამ რეჟიმში. ეხლა ჩვენ სასამართლოს ვთხოვეთ რომ მიეცა საშუალება და ადვოკატების გვერდით განთავსებულიყო დარბაზში და სასამართლომ ამის საშუალება არ მოგცა, ამიტომ პრაქტიკულად ბრალდების მოწვის ყველა დაკითხვა ხდება იმ გარემოში რომ ჩვენ მზიასთან ნორმალური კომუნიკაცია არ შეგვიძლია. მაგალითად, როდესაც გამომძიებელი ყვება რაღაცას რომ ასე იყო და მზია მიცის როგორ იყო, ძალიან რთულია, იმიტომ რომ იქ არის პატარა ჭუჭრუტანა, იქიდან თუ ასე ვთქვათ
დაჯიკაკუნებს, როდის გაიგებ უკან ასე ვთქვათ შეხედავ და ეს პრობლემები არის. გარდა ამისა არის ის პრობლემა, რომელზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, ის სივრცე, სადაც მზია განთავსებული, იქ არ არის ხმის გამაძლიერებელი. ამიტომ მზიას დაბალი ხმა აქვს და მისი კომენტარები არ ისმის ხოლმე დარბაზში, ან რისით ხმაც მზიას უნდა სასამართლოსთვის სმენადობა არის დაბალი. სმენადობის პრობლემა ისედაც იყო ამ დარბაზში, არაერთხელ ვეუბნებოდით და მე ეჭვი მქონდა რომ გამაძლიერებლები გათიშული იყო და სანამ წერილობით არ მე, იმიტომ რომ დარბაზში მსხდომებს ვერ აღექვათ. პრაქტიკულად არ ესმოდათ ნინო პირველი პროცესები დარბაზში მსხდომებს არ ესმოდათ. საერთოდ რაზე ვსაუბრობდით და როდესაც სასამართლოს ეუბნებოდნენ რომ არ ისმის, მოსამართლე ემუქრებოდა და დატოვებინებთ დარბაზს. სანამ წერილობით არ მივმართეთ რომ კეთილი ინებეთ და გაარკვიეთ რა შეა საქმე და შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე მართლა გამაძლიერებლების პრობლემა ყოფილა და შემდეგ სასამართლომ გითხრა რომ აი ახლა გამოვასწორეთ და ახლა ისმის. მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, მართლა მადლიერი ვარ რომ ვთქვათ მენდო და მიიღო გადაწყვეტილება რომ ეწარმოებინა ამ საქმეში, სწორედ იმიტომ რომ აი გავიცანი ვინ არის მზია. და ვთვლი რომ ამ ადამიანისთვის ღირს ბევრი წვალება ნამდვილად. ეს არის ძალიან მოკრძალებული ადამიანი, აი ძალიან მოკრძალებული ადამიანი, მორიდებული ადამიანი, რომელიც არასოდეს თავის საქმესთან დაკავშირებითაც კი არ სვავს ზედმეტ კითხვებს. თავის საქმესთან დაკავშირებითაც კი არასოდეს არ ითხოვს არაფერზე განმარტებებს. მან ძალიან გონიერი ადამიანია, ძალიან გონიერი. ზუსტად იცის სად არის, რა პროცესშია, იცის მისი როლი და ადგილი. და არ ვიცი როგორ ფლობს თავს რომ აი ამ პროცესებზე შეუძლია ამდენი საათის განმავლობაში იჯდეს და არ გააკეთოს კომენტარიც კი ძალიან რთულია იქ აი ამ ხშირად აი ამ უმსგავსო ჩვენებებს უსმენდე და ამაზე რეაქციაც არ ქონდეს ხო მაგრამ ხო ეს ადამიანი რაღაცა ცდილობს აქედან დისტანცირებული იყოს კი შინაგანი საოცარი შინაგანი სიმტკიცე აქვს ამას გიდასტურებთ თავიდანვე როდესაც მე მას შევხვდი და მაშინ ჯერ შიმშილობდა პირველივე შეხვედრაზე ასეთი რამ გვითხრა რომ ხო აი ამ შიმშილობაზე არ ვისაუბროთ ძალიან გთხოვთ ანუ ეს არ არის განხილვის თემა და ჩემი მთავარი თხოვნა არის რომ მე მინდა რომ მე ანუ ღირსეულად წარმომადგენდეთო მე მინდა რომ ჩემი პროცესი აი ამ ფარგლებს არ გასცდესო ანუ მის ერთადერთი თხოვნა იყო ეს რომ რაღაცნაირად ღირსების საკითხები მისთვის ძალიან მტკივნეულია ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ გახსოვთ თავიდანვე აი როდესაც ვთქვათ სახელმწიფო კომენტარები იყო რომ აი მოინანიოს ბოდიში მოიხადოს მან თქვა რომ ანუ თუ ღირსება არ გეხდება რა მნიშვნელობა აქვს სად იქნები აქ იქნები თუ გარეთ იქნები წინა პროცესზე მაგალითად პროკურორმა მისი პატიმრობის ერთ-ერთ არგუმენტად რატომაც უნდა იყოს პატიმრობაშიო მიუთითა რომ აიო რაღაცა ჩვენო ვერ ვგრძნობთო ანუ მის იგივე გაიმეორა ვერც ვგრძნობთო აი საკუთარი მოქმედების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს ანუ სინანულის ხო აი დილა შუადღეს საღამოს არინანიებს და მუხლებზე დავარდნილი ბატონ დრებუაძეს შენდობას არ სთხოვს და მზია მამის საპასუხოდ გააკეთა კომენტარი რომ მოძალადეებს ბოდიშს არ უხდიან მინდა იცოდეთ ბატონო პროკურორო და მოსამართლეს უთხრა რომ თუ აქედან გამანთავისუფლებთ ერთი რამ ნამდვილად ვიცი რომ არ ჩავიდნენ დანაშაულს იმიტომ რომ დანაშაული არასოდეს ჩამიდენია საერთოდ არ ვარ ადამიანი დანაშაული მძულს მთელი ჩემი არსებითო მაგრამ რა ზუსტად ვიციო თუ გამანთავისუფლებთო გავაგრძელებ ბრძოლას დემოკრატიული ღირებულებებისთვისო და ჩვენი ადგილისთვის დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროშიო. აი ეს არის ასე ვთქვათ მთელი მისი განწყობები ამ საქმესთან დაკავშირებით ხო? ამ პრინციპში მას გააზრებული აქვს რა ფასი ხდის
მისი ღირებულებებისთვის, რა ფასი ხდის მისი პოზიციონირებისთვის. ეს რა აზრებული აქვს და მე არ შემიტყვია მისთვის სინანული, რომ ეს ფასი მას ეს არ უღირს. საინტერესოა ნამდვილად ის არასდროს ყოფილა საჯარო ჟურნალისტი. ჩვენც კი ვინც მეტნაკლებად ამ სფეროში ვართ არ გვსმენია მისი ესე ვთქვათ პიროვნების შესახებ არ გვინახავს აქტიურად არსად და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ სწორედ მზიასნაირი ადამიანი აღმოჩნდა დღეს სიმბოლო ქართული ჟურნალისტიკის რომელსაც ასე დაუფარავად და ღიად ებრძვიან და სულთ მზია როგორც მოვლენა. ამიტომ არის რომ უმაღლეს დონეზეც კი ქართულ ოცნებაში მზია არის ამოღებული როგორც სამიზნე, იგივე ირაკლი ყობახიძის განცხადებები საკუთარ სიძულვილს და შურისძიების ესე ვთქვათ მოტივებს ვერ მალავს თავის განცხადებებში, რაც რა თქმა უნდა ისევ მზია სასარგებლოდ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სასამართლოებში. ძალიან დიდი მადლობა. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ თქვენ ადვოკატები აი ამ პროცესში და წარმატებებს გისურვებთ საქართველოშიც და საერთაშორისო მართლმსაჯულებაშიც. მადლობა ნინა. მადლობა. დღევანდელი პოდკასტის თემა არის მზია და მედია და ვაგრძელებთ საუბარს მზია ამაღლობელზე და ზოგადად მედიის მდგომარეობაზე საქართველოში. ჩვენ სტუმრებთან ერთად, ჩვენთან ერთად არიან ქალბატონი ეთერ თურაძე, გამოცემების ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მზია ამაღლობელის კოლეგა. და ასევე ქალბატონი ლიკა ზაკაშვილი, ასევე ონლაინ გამოცემა პუბლიკას მთავარი რედაქტორი. პირველ რიგში ქალბატონო ეთერ თქვენთან მაქვს შეკითხვა. თქვენ მზიას იცნობთ მრავალი წელია. თქვენი კოლეგა, ალბათ მეგობარიც არის აწრეულების განმავლობაში. რომ გითხრათ, ვინ არის მზია ამაღლობელი და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როდის დაიწყო? და როგორი იყო თქვენი ჟურნალისტური გამოცდილება მაშინ, როდესაც იწყებდით ბათუმელების შექმნას? მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ მზიაზე. მზიას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წელია ვიცნობ, მას შემდეგ რაც ბათუმელები არსებობს, ანუ 2001 წლიდან და უფრო ადრეც, მაშინ ორთავე ვიყავით ჟურნალისტები, ერთ-ერთ რეგიონულ გამოცემაში მუშაობდით რეპორტიორებად და მაშინ გავიცეთ პრინციპში ერთმანეთი, კოლეგები ვართ, ანუ მზია ამაღლობელი ვინ არის? ერთი მშრომელი ადამიანია, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ გამოცემები როგორიც არის ბათუმელები და ნეტგაზეთი შექცეული იყო ისეთ გამოცემებად, როგორიც არის. მე არ ვილაპარაკებ ახლა ჩვენს გამოცემებზე, იცით თქვენ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში აი ამ პოლარიზებულ მედია გარემოში იყოს მედია, რომელიც არის მიუკერძოებელი და ეს არის ბათუმელები დაარსდა 2001 წელს, მაშინ როდესაც არის რეჟიმი აჭარაში, ასლან აბაშიძის რეჟიმი. გასაკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება იყო ალბათ, ხომ და იმ რისკებზეც ის რისკებიც ჰქონდათ გააზრებული, რაც ახლდა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას მაშინ რეჟიმის დროს. არავითარ როგორ ხდებოდა ეს? ჩვენ არ ქონდა ეს გააზრებული, რას ვაკეთებდით, იმიტომ რომ არ ვიცნობდით კარგად, არც ერთი არ ვიყავით ჟურნალისტი პროფესიით, მოდი ესე ვთქვათ, უბრალოდ გვინდოდა რაღაცა შეგვეცვალა ჩვენს გარშემო. არ ვიცოდით, ვთქვათ, რა გამოწვევები, რა რესურსები, გნებავთ ადამიანური, გნებავთ ფინანსური, ან სად უნდა ეს არაფერი ძალიან სპონტანურად გადავწყვეტეთ, რომ ვაკეთებდით რაღაცა ახალ მას გამოცემას. და სახელიც უბრალოდ მოვიფიქრეთ და დავარქვით, იმიტომ რომ მოდი იყოს ბათუმელები, რადგან გამოვდივართ ბათუმში. და მე იყო რაც იყო, ანუ მესამე ნომრიდანვე იყო რაღაცა ძალიან დიდი ჩოჩქოლი და უსაური. მე გითხრათ რომ პირველ პერიოდში გამოდიოდა, როცა გამოდიოდა, ჩვენ სიმბოლურად გამოვედით 26 მაისს. ახლანდელი გადასახედიდან ეს იყო რაღაცა პატრიოტული სულისკვეთებით ჟესტი, რაღაცა რომ სპეციალურად დავამთხოთ 26 მაისს გამოსულიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა არ გქონდა არავითარი სხვა რესურსი. და
გამოდიოდით, როცა გამოდიოდით 100 ტირაჟით გამოდიოდით, მაგრამ მესამე ნომერზევე იყო რეაქცია, მახსოვს ერთ-ერთი ხელოვანთან ჩავწერეთ ინტერვიუ, ძალიან უმტკივნეულო ინტერვიუ სხვათა შორის, ეს ადამიანი ლაპარაკობდა, რომ რაღაცა პირობები არ აქვთ, რომ იმუშავონ კარგად. და ეს იყო, განრისხების საფუძველი გახდა იქ, რას ქვია, რომ რაღაცა ბაბუოდით ყურადღებას აქცევს კულტურას, ხელოვნებას და როგორ თუ არ აქვს რაღაცა იყო რომ მაშინ აჭარაში სხვა რამე კრიტიკული გამოცემა ჟურნალისტიკა არაფერი არ იყო მაშინ რეგიონში იყო ერთი გამოცემა რომელიც საკმაოდ ლოიალური იყო მეც ამ გამოცემაში მუშაობდი სხვათა შორის და არ მინდა ხა დავასახელო საკმაოდ ლოიალური იყო კრიტიკულის მაგრამ რაღაც საკითხების მიმართ იყო ლოიალური რაღაც საკითხების მიმართ იყო კრიტიკული ვთქვათ ასეთი ტიპის მედიები ვიცით ჩვენ საქართველოში ხო მაგრამ მესამე გამოცემიდან რა ხდება? ანუ თქვენ გონიათ რომ უწყინარი ინტერვიუა, რომ ადამიანი საუბრობს თავის სოციალურ პრობლემაზე და ეს გახდა პოლიტიკური რეაქციის საფუძველი, ამბობდნენ რომ დახურეთ, გააუქმეთ ესენი ვინ არიან, საიდან გამოჩნდნენ, როგორ მოხდა რომ ბათუმში ვიყავით დარეგისტრირებული და მე ჩვენ ძალიან მალე რაღაც მალე არა პრინციპში ვიფუნქციონირებთ რაღაც წელიწადი და რამდენიმე თვე დაგხურა სასამართლომ სხვათა შორის და იძულებული გავხდით რომ წამოვსულიყავით და მე უკვე 2003 წელს დავაფუძნეთ აქ და დავარქვით მას გაზეთი ბათუმელები, ადრე იყო ბათუმელები და პირველი გამოცემა იყო ბათუმელები, პირველი შპს-ის სახელწოდება ესე იყო და მე არ გვინდოდა რომ სახელი შეგვეცვალა უკვე საკმაოდ ისეთ რეიტინგული იყო სხვათა შორის ძალიან უცებ გახდა ცნობილი, მაგრამ იმიტომ გახდა ცნობილი იმიტომ რაღაცა გადასარევ ჟურნალისტიკას ვაკეთებთ პირიქით. ახლა გადასახედნა ვხედავ რომ ძალიან ბევრ აბსურდსაც ვაკეთებდით, მაგრამ თავარია რომ განწყობა ხონდა იმის, რაც ახლაც გვაქვს. განწყობა იყო იდენტური რომ გვინდოდა ყოფილიყავით რაღაცა მონიტორები საზოგადო ხალხის დახურა სასამართლომ თქვენი გაზეთი და თქვენ მოგიწიათ აჭარის დატოვება. ანუ რეგისტრაცია ახლა შპს გაზეთი ბათუმელები თბილისშია დარეგისტრირებული 2003 წელს დავარეგისტრირეთ თბილისში და მას შემდეგ არავის არ უცდია დღემდე დახურვა, მაგრამ აი დღეს მოვედით იქამდე რომ ჩვენ შეიძლება დაგხურონ აგენტებად გამოგვაცხადონ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს იყო ჩვენი მოკლე ისტორია, ვცლად ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, ძალიან ბევრი დევნა იყო სხვათა შორის, მრავალნაირი, როგორც პირადი ცხოვრების, ისე ვთქვათ, ტექნიკის განადგურება, ისე ვთქვათ, რაღაცა შეშინა, სხვადასხვა რეჟიმის დროს, სხვადასხვა მმართველობის დროს. რეჟიმი ჩემი გადასახედიდან ახლა ბევრად ლოიალური იყო, ვიდრე ეს რეჟიმი ახლა სადაც. აი, ამაზეც მაინტერესებს კითხოთ, ასლან აბაშიძის რეჟიმი იყო სასტიკი რეჟიმი, ჩვენ მაშინ გვახსოვს თქვა, პატიმრებით, სამოქალაქო აქტივისტების პატიმრობა, სხვა შორის ქალბატონ მზიაც იყო დაკავებული ერთი დღით, სწორია ესეთი ინფორმაცია მაქვს. მე და მზია ვიყავით დაკავებული ერთი დღით არა, რაღაცა 1 საათით დაგვაკავეს. და მაშინაც კი იმ რეჟიმმა ვერ გაბედა ალბათ რომ ჟურნალისტი ქალები დაეკავებინათ. დაგვაკავეს პრინციპში ეს გაბედეს, მაგრამ მე იმდენად დიდი სკანდალი იწყებოდა მათ გარშემო, რომ გადაწყვიტეს, რომ გამოვეშვით და მაშინ ჯემალ გოგიტიძე არ ვიცი გახსოვთ თუ არა, პოლიტიკოსი იყო, მე ასლან აბაშიძემ თავის შინაგან აჭარაში მაშინ სამინისტრო არსებობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა და როდესაც ჩვენ დაგვაკავეს, მოგვიყვანეს რაღაცა კაცი არ ვახსოვს, საგამოძიებო უფროსი იყო ნარკოტიკული მიმართულებით, ჩვენ ნარკოტიკებზე დაგვაკავეს, ესე გვითხრეს, რომ ნარკოტიკზე გაკავებთო. და ამ კაცთან საუბარში ამასთან ვარკვევდით რომ რა ნარკოტიკი და ასე შემდეგ გითხრა რომ კარგი თქვენ წაბრძანდით და წავედით კიბებზე რომ ჩავედით გრძელი მაღალი კიბები იყო მახსოვს რომ დავეშვით იქ ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაგვხვდა გასასვლელში და იქ უთხრეს ჟურნალისტებს რომ ესენი არ დაგვიკავებია ინტერვიუზე იყვნენ მოსულები მინდა პარალელი გავაკეთო. რატომ თვლით რომ აი ეს რეჟიმი, რომელიც მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული იყო, ხო, საქართველოში, აი ასლან აბაშიძის რეჟიმი, მაინც თქვენ ამბობთ რომ იყო ამაზე სასტიკი და მძიმე. აი რა ფაქტორები იყო ის, რასაც ის რეჟიმი უწევდა თქვენი აზრით ანგარიშს? ჩვენი დაკავების შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი რომ მათ ანგარიში გაუწიეს იმას რომ დაგვაკავეს ნარკოტიკზე და დაგვაკავეს ქალები და გამოიყენებოდა აბსურდულად. თორე საერთაშორისო რეაგირება ისე სწრაფი ვერ იქნებოდა, ვიცი რომ იყო
ერთ-ერთი საელჩოდან ზარი, ასევე ვიცი რომ ეუთოს მისის წარმომადგენელს მაშინ ძალიან კარგად ვიცნობდი და მისგანაც იყო ზარი. თორე ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს მაშინ კაცები ამ პროტესტში, ამ წინააღმდეგობაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად პატიმრობის რისკისა, სიცოცხლის მოსპობის რისკისა, თქვენ არ გაგჩენიათ აი ის განცდა ან გადაწყვეტილება არ მიგიღიათ რომ მოდი შევაჩეროთ ეს საქმიანობა, იმიტომ რომ საშიშია. არასოდეს არ გვიფიქრია და არც ახლა ვფიქრობთ რომ საქმიანობა უნდა შევაჩეროთ. არც ერთი წუთით მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ ძალიან მაღალი რისკები არც ერთი წუთით არ დამიშვია რომ უნდა შევაჩეროთ საქმიანობა. არც მაშინ არ დაგვიშვია ეს ნამდვილად, მაგრამ მაშინ ცოტა სხვა მდგომარეობა იყო, ან რისი თქმა მინდა რომ მაშინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ ვიღაცისთვის დაგვერეკა, მაგალითად თბილისში და გვეთქვა რომ ნუ რაღაცა გვიშველეთ, ან ვიღაცა იყო ვინც უცებ გვიშველი და ეხლა მთელი ქვეყანა ამ რეჟიმშია და ასლან აბაშიძის რეჟიმი როგორ გითხრათ ცოტა პრიმიტიული იყო რა, იყო რეჟიმი ავტორიტარიზმის ნიშნები ჰქონდა, ოღონდ რაღაცა თუ დააკვირდებით, ეხლა ცოტა სასაცილოდაც გამოიყურებოდა რა, თან იყო ცმცდელობა რომ ყოფილიყო ეს ავტორიტარიზმი, მაგრამ თან რაღაცა ძალიან ესეც სასაცილოდაც გამოიყურებოდა. ახლა ეგრე არ არის. ახლა არის ძალიან სასტიკი, დაუნდობელი და გეგმაზე დაფუძნებული ავტორიტარიზმი, ანუ გეგმა არსებობს, გაწერილი გეგმით მუშაობენ. არავითარი გეგმა ასლან აბაშიძეს არ ქონდა. ასლან აბაშიძეს გეგმა იყო, თქვათ, რომ კვირაში ყოველ დღეს ტელევიზორში იდგა და ლაპარაკობდა, რომ ააშენა ერთი ბაღი. ააშენა ბაღი და ნუ კიდე რაღაცა უნივერსიტეტი გაარემონტა, ეს რაღაცა 3 თუ 4 кейსი ქონდა, რაზეც ლაპარაკობდა და გამოდვებით ამაზე ლაპარაკობდა. სხვა იქ რაღაცა პოლიტიკა მას ესეთი არ ქონია, რომ ვიღაცები უნდა ედევნა, რაღაცები უნდა თუ არ ჩავთვლით რაღაც პიროვნულ მტრობებს, იქ ვიღაცები დააკავა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები იყო თუ გახსოვთ და არ გამოუშვა ისინი გადაწყვეტილების მიუხედავადაც და ამ პროტესტშიც როცა ვარდების რევოლუცია მზადდებოდა, მაშინაც დააკავეს გარკვეული ადამიანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის გამოიყურებოდა ძალიან პრიმიტიულად იმასთან შედარებით, რაც ახლა გვაქვს. სულ მინდა რომ გავაკეთო ეს ხაზი გავუსვა ამ ქვეყნის მოქალაქეების პირადად ჩემიც ამბიცია განზრახვა იყო რომ ქვეყანა ყოფილიყო დემოკრატიული, განვითარებოდა ყველაფერს ვაკეთებდით ადამიანები ამ ქვეყანაში რომ გქონოდა ნორმალური ცივილიზებული განვითარებული ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებდით, ხო? ასლან აბაშიძე გარეჟრაზე იყო ამ პროცესის. და მას ისე ესმოდა, როგორც ესმოდა. ჩვენ მერე ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ აი ის გაგვეხადა, გამختارიყო ყველასთვის სასაცილო, ცოტა კომიკური, ცოტა ისეთი, ცოტა ასეთი და მივიღეთ აი ის, სადაც ვართ, ახლა აღმოჩნდით უცებ. მოგვატყუეს თუ როგორ დაგვემართა, აღმოჩნდით ბევრად სასტიკ ბევრად ორგანიზებულ და ბევრად დაგეგმილ ავტორიტარიზმში, რომელიც ცდილობს, რომ არა ვთქვათ ერთი ცალი მედია, ან ორი ცალი ჟურნალისტი გაანადგუროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განადგურების გეგმა არის შემოშავებული და ამის განადგურებას ცდილობენ. სანამ ლიკასთან გადავალ, აი რამდენიმე სიტყვით რო გითხრათ, ასლან აბაშიძის ხელისუფლება და ძალაუფლება შეცვალა უკვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, მათ შორის აჭარაშიც. რა ხდებოდა იმ პერიოდში, თუნდაც პარალელი რო გავავლოთ, თქვა წინა რეჟიმისგან ან დღევანდელ სიტუაციასთან, აი იმ დროს რა გამოწვევები ქონდათ? ვიცი რომ ყველამ ვიცით რომ თქვენი გამოცემები იყვნენ ძალიან კრიტიკულები, ძალიან აქტიურები და ძალიან ბევრი ადამიანი დაიცავით მაშინ, მათ შორის ის ადამიანები დღეს ხელისუფლებაში არიან და თქვენ დასაცავად არაფერს არ აკეთებენ. კი, ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის იმიტომ მოხვდა ხელისუფლებაში, რომ ჩვენ ვიყავით მათთვის ტრიბუნა და ისინი პოზიციონირებდნენ ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ პოზიციები დაიფიქსირებინათ, გამოჩენილიყვნენ და ასე შემდეგ. დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან, კი არა, ძალაუფლებით ტკბობაში არიან, რეგიონშიც აქაც არიან გარკვეული ადამიანები, აქაც სხვათა შორის ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტშიც და ასე შემდეგ. ასევე მივეცით, ჩვენ გქონდა გავაკეთეთ შევქმნით პრესკაფე, იყო ასეთი რომელიც სერიოზული თავშეკრის ადგილი იყო და იდეების გენერირება ხდებოდა. წინააღმდეგობის მოძრაობის ეპიცენტრი იყო ფაქტობრივად, როცა ვთქვათ
სააკაშვილის რეჟიმი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა ძალიან სუსხავი. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩემთვის დღესაც ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რასაც დღემდე არ ვპატიობ. ჩვენ გვქონდა ერთი ძალიან ცუდი შემთხვევა, როდესაც ჩვენი თანამშრომლის გატაცებას ცდილობდა მაშინდელი კუდი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. და მის მიმართ ახორციელებდნენ ვერ გაიტაცეს ის გამოიქცა მათ. შემდეგ ჩვენ დაგვიბარეს, ანუ ეს ჩემი თანამშრომელი დაიბარეს და ჩვენ ყველანი იქ მივედით კუჩი შუაღამეში დაგვიბარეს და ცდილობდნენ პირადი ცხოვრებით შანტაჟს, ადამიანის პირადი ცხოვრებით შანტაჟს, ფაბრიკაციებით, რაღაცა საზიზღარი მეთოდებით ცდილობდნენ. მისი საქმიანობის გამო ალბათ, ხო? მისი ჟურნალისტური. რა თქმა უნდა და ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ანუ ამ ადამიანის მიმართ მიდიოდა დაიწყეს დევნა, მისი პირადი ცხოვრებით შანტაჟი და ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ჩვენი რედაქციით იყო დაინტერესებული რა ქვია თურქეთის და რუსეთის სპეცსამსახურები აი ეს მახსოვს და მზია ამაღლობელი მეც ვიყავი მაშინ მზიაც იყო ამ კუდის შენობაში და მე მახსოვს ის სამი ადამიანი რომელიც ძალიან აგრესიულად გვექცეოდნენ ნაწილი კეთილი პოლიციელი იყო ნაწილი ბოროტი პოლიციელი იყო ყველაფერი გამოვცადეთ იმ ღამეს ჩვენ ეს გავასაჯაროებთ სხვათა შორის ბრიფინგი გავმართეთ და ასე შემდეგ და გვინდოდა რა ხელისუფლებას ქონოდა რეაგირება იმიტომ რომ მაშინ პირველ ეტაპზე ვთვლით რომ ეს იყო ცალკეული პოლიციის თუ რაღაცა მაღალი თანამდებობის პირების გადაცდომა კუდის მაშინ ესე მაშინდელი გავლენები გახსოვთ ალბათ ყველას და სახელმწიფო ამაზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა. საერთოდ არავითარი რეაგირება, ანუ მივეცით ჩვენებები, ანუ დაგვრცინოდნენ, იყო ცინიკური მიდგომა და იყო რაღაცა ესეთი დამთრგუნველი გარემო შეიქმნა ჩვენს გარშემო და ჩვენ თვითონ დავიწყეთ ამ ადამიანის ძებნა. და ეს ადამიანი მზია მიპოვა 2 წლის თავზე საკუთარ სახლში. ეს კუდის მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირი იპოვა აქ თბილისში საკუთარ სახლში კარებზე დაუკაკუნა და როცა გამოვიდა თვითონ ეს ადამიანი გამოვიდა კარებში და უთხრა და ამ კაცის რეაქცია იყო ესეთი რომ ზია შენ აქ რა გინდა და ხელისუფლება შეცვლილი იყო უკვე? არა, ხელისუფლება შეცვლილი არ იყო. იმ ხელისუფლების პირობებში 2 წელი ვეძებდით ამ ადამიანს. უბრალოდ სახეზე ვიცოდით და სახელი ვიცოდით. როგორ ვიპოვეთ ეს სხვა არის? ძალიან დიდხანს ვეძებდით ამ ადამიანს და მზია მიუტანა კონსტიტუცია და უთხრა რომ თქვენ ეს კონსტიტუცია დაარღვიეთ, მე თქვენ გეძებდით, გიპოვეთ და იცოდით რომ თქვენ ამ კონსტიტუციის წინაშე მოგიწევთ პასუხისმგებლობა, ვის აღებაო. აი ეს იყო ყველაზე ისეთი სხვაც არაერთი იყო, თქვათ იქ ხელშეშლები, იქ რაღაცა აკრძალვები, კარდაშვებები და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამ არის, რაც საქმიანობაში გიშლის ხელს, მარტო ცემა არ არის და მარტო ტექნიკის განადგურება არ არის, ხელშეშლა ხო? ძალიან იქ მავიცი იზოლირება, ინფორმაციის გაუცემლობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო სხვათა შორის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მე ვიძახი აგვისტოს ომის შემდეგ დამძიმდა სურათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის რაც ახლა ხდება, მსგავსი არაფერი, არც ერთ მე როგორც ჟურნალისტი, არც ერთი რეჟიმის პირობებში არ განმეცდია და ასეთი დიდი საფრთხები რაც ახლა არის, ჩემი აზრით, არც ერთი რეჟიმის პირობებში არ ყოფილა. ახლა არსებობს როგორც ფიზიკური განადგურების საფრთხე, ისე ორგანიზაციული განადგურების საფრთხე. არსებობს мотиваციები და გეგმები, გაწერილი გეგმები, რითაც აპირებენ ჩვენს განადგურებას, გაჩუმებას, დადუმებას და სიტყვის თავისუფლების გაქრობას ამ ქვეყანაში. მაგრამ არ გამოვა. კი, აუცილებლად დაუბრუნდეთ ამ საკითხს. ლიკა, თქვენ რამდენი ხანია ჟურნალისტიკაში? 2011 წლიდან მუშაობ ჟურნალისტად, ჩემი პირველი სამუშაო მუშაობა დავიწყე ლიბერალში, ონლაინ მედიაში, ჟურნალისტად 2011 წელს და 2011 წლის ის ბოლო 1 წელიც ვნახე როგორ მუშაობდა მაშინ ნაცნობი მოძრაობის ხელისუფლება, ნახე რა გამოწვევები ჰქონდა მედიას, მაშინ ძალიან მძიმე ვითარება იყო, რაც ეთერმა ახსენა ინფორმაციის გაცემის კუთხით მე მაგალითად განათლების საკითხებზე მუშაობდი და სრულიად შეუძლებელი იყო გაგეკო როდის სტარტდებოდა ბრიფინგი, ან საერთოდ შესვლა იყო შეუძლებელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისთვის შაშკინის უწყებაში და ეს პირველი შოკი იყო პროფესიული ცხოვრების
ცხოვრების პირველ წელს ცებ აღმოვაჩინე, რომ გაქვს კითხვა, გინდა რომ გადაიღო რაღაც და უბრალოდ ვერ შედიხარ იქ და მაშინ მახსოვს ნეტგაზეთის ყველაზე ისეთი ძალიან რეზონანსული მასალა იყო, შაშკინი ჩუმად რო ჩაწერეს, რომ ემუქრებოდა დირექტორებს, რომ თქვენ სისხლს დავლევ ეს შანტაჟის მიდგომები რაღაცნაირად მაშინდელი ხელისუფლების ეს მეთოდები მაშინთავე უკვე გამოცდილი მქონდა და ვიცოდი როგორ ცდილობდნენ პროფესიული ჟურნალისტების და კერძოებელი მედიების შევიწროებას. მაგრამ ახლა ეთერსაც რომ ვუსმენდი, ხო, ახლა არ ვჩვევა მაშინ ის იყო რომ მე დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, ახალი ბევრად ახალგაზრდაც და ნაკლებად მქონდა ეს აღქმა შეიძლება კონტექსტის ან მასშტაბის ისეთი, მაგრამ ესეთი შიში, ესეთი სტრესი, ესეთი რეპრესია, როგორცაც ახალ ხედავთ და როგორც რასაც ვკითხულობ მე ჩემი კოლეგების სახეებზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაშინდელ რეალობაში ეს ნამდვილად ასე არ იყო. და ვხედავდი რომ სხვანაირი იყო მედია ცხოვრება და ეს რისკი ყოველდღიური რომ აი ხვალ აღარ იქნები, რაც ეხლა გადაუჭარბებლად, არანაირად გაუზვიადებლად ასეა, ხო? არის ბევრი საფრთხე აქვს დღეს ქართულ ჟურნალისტებს და სხვათა შორის უფლებადამცველებიც არანაკლები დარტყმის ქვეშ ვართ და არიან, მაგრამ ქართველი ჟურნალისტები ფიქრობ, რომ არიან ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აი დღევანდელ რეჟიმში, იმიტომ რომ დავიწყოთ ეს იყო თქვა ფიზიკური თავდასხმები, როგორც პოლიციის მხრიდან და ვნახეთ პუბლიკა ჟურნალისტების მიმართ არაერთი ფიზიკური ანგარიშწორება ხომ პოლიციის მხრიდან თუ კრიმინალური ჯგუფის მხრიდან, რომლებიც დაუსჯელი დარჩა, ფიზიკური, ფინანსური რეპრესიები, დისკრედიტაციის კამპანია, დახურვის საფრთხე, აგენტებად გამოცხადება, სისხლის სამართლის დევნა, ყველაზე მეტად, აი რა არის, აი როგორია აი თქვენი ყოველდღიურება ჟურნალისტ, რაზე ფიქრობთ? რა არის ყველაზე დიდი საფრთხე თქვენთვის? და როგორ ახერხებთ, რომ ამ სიტუაციაში გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება. იქნებ ამ ყველაფრის მიზანი ისიც არის, რომ უბრალოდ მოგწყვით, ანუ ალბათ ესეც არის, ხო, რაღაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც, რომ კონცენტრაცია აღარ გააკეთოთ თქვენ საქმეზე, მოგწყვიტონ თქვენ ყოველდღიურობას და აი ამ შიშებითაც იცხოვროთ. როგორ ახერხებთ ამასთან გამკლავებას? ვიცი რა არის, ჩვენ რთულად არ არის მარტივი, ყოველდღიურად ბევრნაირად იგრძნობა ეს სამუშაო პროცესში, ეს გადაღლა, ემოციური დაცემა, რაღაც სული კარგვა მოტივაციის და კარგვა უიმედობა სული, რაც მეტნაკლებად იგრძნობა, არა მარტო ჩვენს რედაქციაში. ეს მუდმივია თუ პერიოდული შეგრძნება? ვიცი, მუდმივი პერიოდულიც არის, მუდმივიც არის ინდივიდია, ხო, დამოკიდებული, მაგრამ აი ამ მის მიუხედავად თითოეულში აი ხანდახან როცა მეკითხებიან აი რა ამაძლიერებს და მე იმ დღეს ნანას უსმენდი თქვენს ბათუმელების რედაქტორს ის ამბობდა რომ მზიას დაკავების შემდეგ და იმ ვითარებაში რა ვითარებაც ჩვენ გვაქვს მედიას ხო რამე თუ მაძლიერებსო არის ის რომ არავინ ჩვენი რედაქციიდან მაგალითად არ წასულა არემო პირობები გვაქვს და ამის მიუხედავად ლოგიკურია რომ პროფესიიდან შეიძლება იყოს გადინება ან ადამიანებს უბრალოდ აღარ უნდათ ამ პროფესიაში დარჩენა და ამ რისკის ქვეშ ყოფნა მაგრამ ეს ასე არ მოხდაო და ვრჩებით ერთ გუნდად ვაძლიერებთ ერთმანეთს და რომ ვუსმენდი მივხვდი რომ იგივე თანაგანწმენდ ეს იგივე ფაქტორები მაძლიერებს ხოლმე ხშირად როცა ვფიქრობ რომ რა მაგარია ხედავ რომ ადამიანები არიან ცუდად მართლა ინდივიდუალურად არიან ცუდად მაგრამ ფიქრობენ იმაზე რომ რა დროს ჩემი ცუდად ყოფნა ადამიანები არიან პატიმრობაში უკანონო პატიმრობაში მზია არის გამოსახსნელი პოლიტპატიმრები არიან გამოსახსნელი და მათი სიმართლე მათი სათქმელი მისატანია ადამიანებამდე და ჩვენ ამ мотивაციით დღესაც იყო სასამართლო პროცესები 8 საათი უსმენდით 11 ჭალდებულის ბრალდებულის პროცესს და აი ეს ამოცანა რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პროფესიის გამო რომ
ადამიანებს დავეხმაროთ, რომ მათი სათქმელი მიიტანონ აუდიტორიასთან, იმდენად უზენაესი ფუნქციაა, რომ პირადი პერსონალური ცუდად ყოფნა, ან ვეღარ შეძლება, ან ვეღარ გაძლება, ყოველდღე გადადის უკან. არ ვიცი როდემდე გავძლებთ, მაგრამ დღემდე მოვედით ასე, რომ ყოველდღე გადადის ძალიან უკან. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კოლეგები, რომელიც მათ მძიმე ფიზიკური გამოცდილება მიიღეს აქციების დროს, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც სრულიად მოულოდნელად შეითრიეს და უმოწყალოდ სცემეს, ხო? და შემდეგ დააჯარიმა სასამართლო. კი, და დააჯარიმა ესე უმოწყავა სრულიად ცინიკურად, ანუ აქეთ ცნეს სამართალ დამრღვევად, მიუხედავად იმისა, რომ 1000-ნაირი მტკიცებულება წარუდგინეთ ჩვენ დავამუშავეთ. ძალიან ბევრნაირი ლაივი ყველა ტელევიზიის, სადაც ძალიან სრულყოფილად ჩანდა, რომ ლექსო თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა, მოულოდნელად შეათრიეს და სცემეს, როგორც სცემეს, ყველამ ნახა ის ფოტოები და მერე ცინიკურად ლექსო ცნეს სამართალდამრღვევად, ხო? და ლექსოს როცა შემთხვა ეს მახსოვს, რომ დავურეკე პირველი ზარი, როცა შევძელით, რომ ვიპოვეთ მოვიდა კონტაქტზე, საწავიდა, ვეღარ ხვდებოდით, იმიტომ რომ თან მე იქამდე ლაივს ვუყურებდი და რაღაც მომენტში ვთქვი, რომ მე მგონი ეს ლექსოა, თქო და ყველა მიმდენად თუ არ ყო რედაქციაში, იმიტომ რომ ლექსო ძალიან ისეთი ადამიანია, რომ შეუძლებელად ჩავთვალეთ ლექსოს რო ასეთი რამ შემთხვეოდა და მე რომ დავურეკე, რომ როგორ ხარ, მე რა მიჭირს, თქვენ აქ არ გინახავთ ადამიანებს სახეები აქვთ გაერთიანებული, ანუ ისეთი ნაცემები არიან და აი ესე ვმუშაობთ, ესე ვცხოვრობთ, ჩვენ რა გვიჭირს? ისეთი რაღაცები ხდება. ისეთ რაღაცნაირად ამაინტერესებს, ან შეიძლება ინდივიდუალურად ახლა ქართველი ჟურნალისტები არიან ძალიან მაგრები და ეს ჩანდა მთლიან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მამაცები წარმოუდგენლად, მაგრამ თითოეული ჟურნალისტის უკან დგას ოჯახის წევრები, დგანან მშობლები, დგას მეუღლეები, შვილები, დედი-ძმები და ისინი უყურებენ ხოლმე საკუთარ ოჯახის წევრებს აი ამ სიტუაციაში და ხშირ შემთხვევაში ეს ბარიერიც არის ხო შენთვის რომ იყო მამაცი, იმიტომ რომ შენს უკან ნერვიულობს შენი ოჯახი. ეს ახდენს გავლენას თქვენ პროფესიულ საქმიანობაზე, რომ აი შენ შეიძლება გადადებული კონდეს თავი, მაგრამ ითვალისწინებ შენი ოჯახის წევრების თუნდაც ემოციურ მდგომარეობას. ყველაზე ახდენს, ყველა ფიქრობს ამაზე, გავლენის მოხდენას ვეძახით რას, რომ ისეთი გავლენა მოახდინოს, რომ მე გადავწყვიტე, რომ პროფესიიდან გავიდე. ჯერ ასეთი მაგალითები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ყოველდღურად რა თქმა უნდა, ყველა დარდობს შფოთავს, ვიღაცა შვილი ყავს, ვიღაცა მეუღლე ყავს, ვიღაცა ასაკოვანი მშობლები ყავს. ეს შიში არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სულ ეს შფოთვა, მაგრამ ისე არ დამდგარა ვითარება, რომ ამის გამო მე ისეთი შიში ან ვერ გადავლახო ეს შიში, რომ გადავწყვიტო, რომ წავიდე პროფესიიდან. დიქტატურა საქართველოში დამყარებულია. უბრალოდ ეს დიქტატურა ვერ ფორმდება, იმიტომ რომ ჩვენ ვახერხებთ ისევ საუბარს. მე რომ ვსაუბრობ, იმიტომ კი არა ეს ბიზინა ივანიშვილის კეთილინება, იმიტომ რომ მე ვბედავ. და ამიტომ მგონია, რომ ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც ახერხებს, რომ ისე ხმამაღლა გააპროტესტოს, იმის თორემ ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს ყველაფერს, რომ ისე შეგვაშინოს, რომ ხმა ვეღარ ამოვიღოთ. და ჩვენ რომ ვახერხებთ და ვაგრძელებთ, რომ ვისაუბროთ, ეს ჩვენი გამბედაობის და ჩვენი უშიშრობის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს უკვე. რომ შეიძლება ძალიან მალე ეს ხმა წარისმოდეს, თუნდაც იმ შემთხვევაშიც თუ არავინ არ დატოვებს საქართველოსზე. როგორ შეგეხოთ ეს დრაკონული კანონები, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა სრულიად არა დემოკრატიულად მიიღო, მათ შორის ეს რაღაც უცხოური დაფინანსების მედია საშუალებებისთვის აკრძალვის, ეგრეთ წოდებული ფარას, რომ ეძახიან ამერიკულ ფარას, თუმცა არაფერი საერთო არ აქვს ამ კანონს ამერიკულ კანონთან და სხვა რეგულაციები ეს რამდენად აისახება თქვენ საქმიანობაზე, გარდა იმისა, თქვათ, რაც ხდება, რა დამოკიდებულებაც არსებობს ჟურნალისტების მიმართ. ხო, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ამ ბევრნაირი სხვადასხვა ოპერაციებით საქართველოში დამოუკიდებელი მედიის კომაგი ადამიანების გაქრობა, შეშინება ტოტალური არ გამოდის, ბევრნაირი ინსტრუმენტი შემოიტანეს, ხო, ამ პროცესში და ეს კანონები რაც ჩამოთვალეთ, თუ არ ჩუმდები, ისე გაგაჩუმებ, რომც მოგინდეს, ვეღარ ისაუბრებ, ხო? ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ საქმიანობა გავაგრძელოთ.
შესაძლებელი იყოს, რომ საქართველოში შევინარჩუნოთ ონლაინ მედიები და ზოგადად მედია და თავისუფალი სიტყვა და მიუკერძოებელი გამოცემები. არ ვიცი ამას როგორ მოვახერხებთ, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ამ კანონების ინტერპრეტაციას, გამოყენებას ათასნაირად შეუძლიათ და ეს ჩანს. კანონები კი არა, ნებისმიერი რამის მოფიქრება შეუძლიათ. აი მე კიდე პრობლემა ეგ მგონია, რომ ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ვიღაც ვინც უკვე დაიჭირეს, იქნებ იყო რამე ობიექტური მიზეზი და ვერ უშვებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ არის ის ობიექტური მიზეზი, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეში იმ მუხლით იყოს დევნის იდევნებოდეს ის ადამიანი და ვერ უშვებენ, რომ ხვალ შეიძლება მის ოჯახის წევრს, აი ესე უბრალოდ არაფრის გამო შეუთითნონ საქმე და მე ვუყურებ ასე რომ მათ სურთ რომ ეთერი მართალია ვეთანხმები რომ არის გეგმა რომ საქართველოში გააქრონ დამოუკიდებელი მედია ამისთვის ვხედავთ რომ აპირებენ რომ გააკეთონ ყველაფერი არ ვიცი რა შეაჩერებთ ამ გზაზე მაგრამ ის ვიცი ზუსტად რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ გადარჩეს საქართველოში თავისუფალი სიტყვა და ადამიანებს გქონდეთ შესაძლებლობა რომ მიიღონ ინფორმაცია, რომელსაც არ აკონტროლებს ხელისუფლება. კითხოთ ეს ხალბატონად თქვენ ახსენეთ რამდენჯერმე რომ აი ასლან აბაშიძის რეჟიმი ცოტა კომიკურიც იყო რაღაც გაგებით მიუხედავად თავისი რეპრესიულობისა ხომ? სხვათა შორის აი ჩვენ რომ ცოტა ალბათ მომავლიდან გადმოვიხედოთ ან ცოტა დისტანცირდეთ ამ პროცესებისგან ჩვენ უშუალოდ რო არ გვეხებოდეს და ამ ადამიანების ზურგზე რომ არ გადადიოდეს ეს სისასტიკე მთელ რიგ შემთხვევაში მე მეჩვენება რომ ეს რეჟიმიც კომიკურია და ის ადამიანების კომიკურები და სასაცილოები არიან მათ შორის მზიას პროცესზე რომ მოდიან პოლიციელები მაგალითად აი რომ არ გვეხებოდეს ახლა ჩვენ ხომ ანუ ადამიანების თავისუფლებას რომ არ ეხებოდეს და მათ ტანჯვას პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალის სილა არის თავდასხმა პოლიციელზე და როგორი შეშინა, ანუ როგორ განიცადეს ამის გამო და მოკლედ ამხელა ასე ვთქვათ ამბავია ეს პოლიციისთვის, რომ თურმე ქალის სილა ესეთი საფრთხე ყოფილა სამართალდამცავებისთვის. ის რომ აკანკალებული პოლიციელები აძლევენ ჩვენებას, რაღაც შემთხვევებში შეიძლება ხიზლადაც არ გამოიყურებიან ეს ადამიანები, ის რომ რაღაც სუსი შსს და პროკურატურა ერთად შედის ჟურნალისტის სახლში, იმიტომ რომ ალბათ ცალკე შესვლის ეშინიათ და ასე შემდგომ, ანუ ცოტა უფრო რომ ანუ დისტანცირდეთ ამ პროცესებისგან და შევხედოთ აი ამ მოვლენებს. ასეთი საშიშები არიან თუ შეიძლება იმის გამო რომ ყოველდღიურად ეს გვეხება, ახლა განვიცდით ამას. არ დაფიქრებულ ხართ ამასაც, რომ შეიძლება ცოტა სასაცილოებიც და შეშინებულებიც არიან თვითონ. გარანტირებული არაფერი რომ არ აქვთ, ეს ცხადია და ჩანს ეს მათ თითოეულ ქცევაში. კომიკურად გამოიყურებოდნენ ეს რეჟიმი, ამ რეჟიმის წევრები ძალიან დიდხანს, ძალიან ბევრი ისეთი ისტორია გაგვიშუქებია ჩვენ, რომელიც მართლა ჩვენებდა რომ ეს რა არის, თუ არა ხო, ну რაღაცა ვერ შეხედავდი სერიოზულად. იყო ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა და ეს ეხებოდა ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, როგორც უმაღლეს დონეზე, ისე რაღაცა თვითმმართველობის დონეზე. იყო ასეთი ისტორიები და წლები გრძელდებოდა ეგ. ну რაღაცა ჩემი აზრით მიამიტური დამოკიდებულება გქონდა ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ასეთი კომიკური სიტუაციები ჩავთვალეთ, რომ აი ამას არ არუშავს ახლა ну რა ქნან გამოუცდელები არიან. ეს იყო გადაფუთული ვერსია, როგორც ჩანს ამათი გადაფუთული ვერსია, გახსოვთ ხო, რომ მაგალითად მე მახსოვს ესეთი რამ, ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს LGBT თემზე კითხეს, რომ როგორ შეიძლებოდა მათი ცხოვრება მისი მმართველობის პირობებში და მათ თქვა, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს თანაბრად. გახსოვთ ეს რაღაცა ბრიფინგი ჰქონდა დიდი. ძალიან ადრე იყო. ანტიდისკრიმინაციული კანონი როგორ კბილებით გაიტანა, ხო? ანუ ეს იყო გადაფუთული ვერსია და იმზადებოდნენ როგორც ჩანს იმისთვის, რაც ეხლა მივიღეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ დემოკრატიულ სულებს დგამდნენ, რომელიც ღირებული იყო ჩემთვის როგორც ადამიანისთვის და ჟურნალისტისთვის. ანუ ამ ყველაფერმა შეგვიყვანა და
და აი კომიკურ რაღაცებს ამის გამო ალბათ მიუტევებდით. არ ვიცი ახლა ამ წუთში ვფიქრობ მაგაზე ამათ კომიკურობაზე არ მიფიქრია. ანუ აი ეხლა ისინი საშიშები არის, საშიშად გამოიყურებიან, თუ თვითონაც შეშინებულები არიან. ან მესმის რომ დასრული ძალაუფლება აქვთ ყველა შტოს კონტროლი, მაგრამ გარანტირებული არაფერი არ აქვს, ამიტომ არ გამოიყურებიან ბოლომდე არც მონსტრებად, არ გვაქვს არც პუტინი არ ყავს საქართველოში, არ ყავს ნამდვილად პუტინი საქართველოში, მაგრამ არც, რა ვიცი, დემოკრატიის მომები არ ყავს. ვერ გამოიყურებიან. უნდათ რომ იყვნენ, ძალიან უნდათ, მაგრამ ჯერჯერობით გარანტირებულად არაფერი არ აქვს. და ალბათ არ ვიცი, ლიკა თქვენც რომ ითხრათ, ალბათ ტერორის მიზანი, მთავარი მიზანი არის დაშინება, ხო? იმიტომ რომ ყველას ვერ დაიჭერ, ყველას ვერ გაანადგურებ, ყველას ვერ გააქცევ, მისი ეფექტი არის ის, რომ სხვებმა დაინახონ ვიღაცა დასჯილი სამაგალითოდ შეშინდნენ, გაჩუმდნენ, გაიქცნენ. ჩემი აზრით კომიკურები არიან, მაგრამ კომიკური როცა ხდები ხელისუფლება, საზოგადოებრივი აზრით თუ შენს მიმართ კომიკურია, ეს უნდა გაწუხებდეს და ქართული ოცნება ცდილობს, რომ ხედავ რომ საზოგადოებრივი აზრს იმას თუ როგორ აღიქმება რაღაცები საზოგადოების მიერ, საერთოდ ნულოვანი გავლენა აქვს მათ გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე. და ეხლა ჩვენ ვერ ხვდებით საერთოდ როგორ რამ შეიძლება გააჩეროს ქართული ოცნების ეს ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული აქვს და გადიან უკვე რაღაცნაირად ფინალურ ეტაპზე, რომ ყველაფერი აღასრულონ და რაც შეეხება თქვენ გითხეთ, კითხვა რა იყო ეს მეორე ნაწილი? ხო, ეს მაინტერესებდა, რომ აი ხომ რა აქვს მნიშვნელობა იმას, როგორ შევხედავთ სიტუაციას. ჩვენ თუ დაგზაფრავს ეს ყველაფერი, თუმცა არის რა თქმა უნდა დამზაფრველი, მაგრამ რაღაცნაირად ასევე ხომ არ უნდა დავინახოთ შიში მათშიც, იმიტომ რომ აი თქვენ ყოველ თვის ესწრებით ხოლმე სასამართლო პროცესებს, იქ ალბათ აკვირდებით მოწმეების ქცევას, რა ვიცი, მოსამართლის პროკურორის ქმედებებს, აი რა საინტერესო, აი რას ხედავთ მათში, არიან ისინი რა ვიცი, სასტიკი ინდივიდუალურად შეიძლება ხო ეტყობოდეთ ხოლმე ეს რას ხედავთ? არიან თვითონ არიან ესე რაღაცა მყარად ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ქართული ოცნების ქვეშ ვინც არის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება არ აქვთ. ესე შეიძლება ადამიანურად ვამჩნევდე, რომ ღელავს, დისკომფორტი აქვს, არ მოსწონს ამ როლში ყოფნა, მაგრამ ეგ მე გარანტიას არ მაქვს. ჩემთვის შედეგი არ იცვლება ის ასრულებს ამ როლს, ამ ფუნქციით რჩება ამ პროცესში. ხა ფიზიკურად ადამიანურად ღელავს თუ არა და ოჯახში მისული შვილი და ცოლი რას ეუბნება, ეს საქართველოში დემოკრატიის და უფლებების დასაცავად თავისუფლებას ვერ შეაქვს. ძველი იქნებოდა ხო არის რა მზია ციხეშია და მათი ჩართულობით არის მზია ციხეში. ანუ ეს რაღაცნაირად მათ აძლევს თავდაჯერებულობას, როგორ კომიკურადაც არ უნდა ხო, არ გამოიყურებიან თავდაჯერებულობად. ეხლა ბოლოს ბესელია იყო ძალიან არადამაჯერებელი ჩემთვის და ამას ვამბობდი, რომ 5 საათის განმავლობაში ადამიანი ამდენს იცინოდა, ეს არა მოტივი რაღაცნაირად ღიმილი რაღაცაზე მეტყველებს. ეხლა რაზეც არ უნდა მეტყველებდეს, ყველა პასუხში რაღაცა სჭირს, ანუ არ არის კომფორტულად და რაც შეეხება იმის, რომ არ უნდა გვეშინოდეს, კი არ უნდა გვეშინოდეს, როცა ვამბობთ, რომ ყველას ვერ დაგვიჭერენ, ამას აქვს ერთი პირობა, თუ ბევრი ვიქნებით, თუ ცოტანი ვიქნებით, ყველას დაგვიჭერენ, კი? ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ მათ გამბედაობას, წინააღმდეგობაში ყოფნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველას ვერ დაგვიჭერენ, მაგრამ თუ ისე დავცოტავდით, თუ ამ სადამსჯელო ღონისძიებების გამო შიში ისე გავრცელდა, რომ ბევრმა თვითცენზურა ჩართო, შეზღუდა საკუთარი თავი, აღარ გამოვიდა, არ გააპროტესტა, აღარ დაიცვა სიმართლე და აღარ დადგა ჩაგულთა გვერდზე, ხო? მაშინ დარჩება მცირე რაოდენობა ადამიანების, რომელიც ბოლომდე იტყვის, რომ არ მეშინია, მაგრამ იმ მცირე რაოდენობასთან გამკლავება ყოველთვის ადვილი იქნება. და სხვათა შორის აი ამ გამბედაობასაც და აი განწყობასაც განწყობაც, როგორ ხარ განწყობილი თუნდაც აი ამ რეპრესიების მიმართ, აი როგორ უყურებ, შენ ხარ შეშინებული თუ შენ ხარ თავდაჯერებული, შენ
თავში დარწმუნებული შენ სიმართლეში გადამდებია ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ მზია არის ამისი მაგალითი და მე ბევრისგან გამიგია ვიცი ალბათ თქვენს ხვდებიან ადამიანები და საინტერესოა რას გეუბნებიან მაგრამ ბევრისგან გამიგია აქტივისტებისგან ჟურნალისტებისგან რომ აი მზიას რომ ვუყურებთ რაღაცნაირად თითქოს მისმა პოზიციონირებამ მისმა დამოკიდებულებამ აი მისი მდგომარეობის მიმართ აი თითქოს შიში გააქრო პატიმრობის, არ ვიცი რამდენად შეიძლება ახლა ამის თქმა, მაგრამ ბევრ ადამიანში აი ეს შიში რაც უნდოდა ხელისუფლებას დაენერგა ხო რეპრესიის, პატიმრობის შიში, რაღაცნაირად თითქოს ეს ყველაფერი უფრო ნაკლებად საშიში ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ქაოსს, რომელიც არის ყოჩაღად, რომელიც არ წუწუნებს მიუხედავად იმისა, რომ თუ არ უნდოდა, მას არ უნდოდა ნამდვილად და არ იყო არასოდეს საჯარო პირი და არასოდეს არც ერთ კადრში, არც სადარ პოზიციონირებდა, გახდა ქართული დამოუკიდებელი მედიის სიმბოლო. ალბათ ლოგიკურად, თუმცა შეიძლება ეს მისი სურვილი არის. არა, სურვილი ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ საერთოდ ბუნებით არის. აი, როგორი ბუნების ადამიანია მაშინ. რომელსაც არ სიამოვნებდა საჯაროობა, საერთოდ იყო თავისთვის და მუშაობდა მხოლოდ აი ამ რეჟიმში იყო ფოტოებიც კი არ გქონდა მისი რედაქციაში თავ რაღაცა რამდენიმე ფოტო იყო პირველ ეტაპზე თუ გახსოვთ ერთ და იგივე ფოტო ტრიალებდა იმიტომ რომ არ გქონდა და არავის არ აძლევდა საშუალებას რომ მისთვის ფოტო გადაიღოთ და ვიდეო საერთოდ არ არსებობს რომ რაღაცა პატიმრობამდე ვიდეო იყოს მზიას კადრი ესეთი არაფერი არ არსებობს და მოხდა ისე რომ მას უნდა თუ არა გახდა ქართული დამოუკიდებელი მედიის სიმბოლო და საერთოდ მას შეუძლია დიდი ტვირთის ტარება და ეს ტვირთიც ამ ტვირთაც ატარებს ზუსტად ეგრე რომ პირიქით იქიდან გვამხნევებს და იქიდან გვაძლევს რაღაცა სტიმულს და мотиваციებს. მე პირადად ესე ვარ, მაგრამ სხვებისგანაც მომისმენია ჩემი კოლეგებისგან განსაკუთრებით რომ აი რასაც მზია აკეთებს ჩვენ რას ვაკეთებთ მაგის ფას. აი ეს თვითონ პიროვნულად არის ესეთი ძლიერი თუ ან ვინ დგას ან ვინ ეიმედება მზიას პირველ რიგში ოჯახი კოლეგები, მეგობრები და თვითონ არის ესეთი ძლიერი პიროვნება. მოდი ესე ვთქვათ, თვითონ შეუძლია დიდი ტვირთის აწევა, ყოველთვის ესეთი იყო, რაც ჩანს ნეტგაზეთის და ბათუმელების სახით, ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი. ეხლა მე ეს ტვირთი მეტნაკლებად შემეხოდა, ვხვდები, რომ ძალიან რთულია ამის ტარება და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ამ ტვირთს ატარებდა მართლა ძალიან ღირსეულად, ისე რომ არაფერს არ გვძნობდით ჩვენ ვიყავით სრულად თავისუფლები და ვაკეთებდით იმას, რასაც ვაკეთებდით. აი ამ ეს ტვირთი ისე ატარა, რომ როგორც ჩანს ამ პატიმრობის ტვირთის ტოლფასი იყო და ამას ჩვენ ვერ ვამჩნევდით ისე უხმაუროდ აკეთებდა ამას თვითონ არის ძალიან ძლიერი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი აქვს და იმედებოდა ყოველთვის ქართული ჟურნალისტიკა პროფესიული წრები ის არის ძალიან თავის პროფესიაში ძალიან მყარი და ერთგული და ამის ძალა იცის ბოლომდე ჟურნალისტიკის ძალა იცის ძალიან კარგად მან და სხვათა შორის ეინდობა ხოლმე ქართულ ჟურნალისტიკას ისეც ასეც ხო აი ეს რაღაცა პროფესიული სოლიდარობა ჩვენთან ნამდვილად არსებობს. ნუ ვიტყვი რომ ის ქალბატონ მზია გახდა ღირსების შემლახავი მოპყრობის ხერხლის სხვათა შორის გენდერული ნიშნით ანუ ის როგორც ქალი დეტალებზე არ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მაგრამ მე ვიცი ამ მისი საქმის გარემოებების შესახებ და ეს ნაწილი გამოძიებულიც არ არის ხო ვიცი რომ შესაბამის უწყებებს მიმართეთ მაგრამ მის მიმართ ამომცირებელი და ღირსების შემნახავი მოპყრობის გარემოებები არ არის შესწავლილი და არავინ ისიც კი პროკურორი ადვოკატები ყველა პოლიციას ეკითხებიან მოწმე პოლიციელებს არის თუ არა შენობაში გათავსებული კამერები და ყველა ამბობს რომ არ იცის და პროკურორს რომელსაც ჰქონდა უფლება სახელმწიფო ბრალდებელია ხო ობიექტური გამოძიება უნდა ჩაატაროს არც ერთხელ არ უკითხია ვთქვათ და არც არავითარი ვალდებულება პოლიციელებისთვის არ უკითხია არის თუ არა კამერები და მას ხო აქვს რომ ვალდებულება ჩაატაროს ობიექტური გამოძიება და გასცეს კითხვას პასუხი ტერიტორიაზე სადაც მზია ყავდათ დაკავებული არის თუ არა ვიდეო სათვალთვალო კამერები და საქმეში ჩადოსეს ხო როგორც ობიექტურმა გამომძიებელმა სიმბოლურად მაინც შეასრულოს ეს აქტი არ გაუკეთებიათ არც მოსდით აზრად რომ ეს უნდა გააკეთონ და რა თქმა უნდა ჩვენ არ ველოდებით რომ კაცი ტაძრის უწყება რამეს გამოიძიებს და
საერთოდ ნინო სახელაშვილს შეუძლია ნინო სახელაშვილს არ შეუძლია ეს მოსამართლე არის მზიან საქმის არ შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება მზიან სასარგებლოდ 1000%-ით რო დარწმუნებული იყოს ნინო სახელაშვილი არის დასანქცირებული მზიან ამაღლობელი საქმის რანაირად შეუძლია მას აქ ინტერესთა კონფლიქტი ხო როგორ შეიძლება მან მიიღოს მეკერძებელი გადაწყვეტილება როდესაც ამხელა რამ შეეხო მას ამ საქმის გამო მაგრამ მას უღირს როგორც ჩანს რომ აი ეს უადო მოსამართლედ გაამწესეს და შეუძლია რა ეს სანქციები აიტანოს და ან თვითონაც რაღაც გარკვეული თვალსაზრისით არის ტყვე რეჟიმის არა მარტო ნინო სახელაშვილზე ძალიან მონდომებულია ახალგაზრდა ქალი ძალიან ახალგაზრდა ქალია საიმისოდ რომ ეს რაღაცების ტყვე იყოს გარდა იმისა რომ ტყვე არის თავისი კარიერული წინსვლის როგორც ჩანს რაღაცა დიდი ხნის ოცნება იყო რომ გამხდარიყო ეს უადო მოსამართლე და ცოტა წარმოუდგენელია ასე ახალგაზრდა ასაკში არ ვიცი რამდენი წელია მაგრამ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება ასე ახალგაზრდა ასაკში აი ეს ამის ტყვე გახდე ამის ტყვე არის ეს ქალი რეალურად და არა იმის რომ ვინმე რამეს მე არ მჯერა ამის ძალიან მონდომებულია და მას შეეძლო ამის თავიდან არიდება მაგალითად სხვა მოსამართლებისგან განსხვავებით ვინც მზიან საქმეში მონაწილეობდა იმ მოსამართლებისგან განსხვავებით ისინი მართლა არიან რაღაც გარემოების ტყვეები მაგრამ ეს გოგო ეს ქალი არა ჩემი აზრით ჩემი დაკვირვებით და ჩემი ინფორმაციითაც და მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია რომ ამ სამართლობას აი ამ რაღაცა ორკესტრირებულ თავდასხმას ორკესტრირებულ მონდომებას სახელმწიფო ინსტიტუტების ასე ღირსეულად უძლებს და მე მიმედი მაქვს რომ ბოლომდე გაუძლებს მზია და ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება აქვს უკვე და ალბათ გაიზრდება ეს ყურადღებაც ხო ვიცით რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები შეცვლის მაგიც საკითხია ხო არ ვიცით რა შეცვლის შიგნით ძალიან რთულია როცა სისტემა სახელმწიფო ინსტიტუციები ესე ორკესტრირებულად გიტევენ პრემიერ-მინისტრი არ უშვებს კვირას ყოველკვირეულად რაღაცას ამბობს აქვთ ეს ხო მაინც ქალის პატიმრობა სილის გაწვნის გამო არ არის ესეთი მაინც მომგებიანი თემა რატომ ხდება მაინც აი მზიას თემაზე ესეთი აპელირება არა შეშერია გაშავება ამბავი ის რომ უნდა დაატყობონ ქართული ჟურნალისტიკა უნდა გაანადგურონ ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სიმბოლოდ იქცა ეს ადამიანი და უნდა ამ სიმბოლოს განადგურება და საერთოდ ამ იდეის განადგურება უნდა რასაც ქვია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამას ებრძვიან მზია ინსტრუმენტია მათთვის ლიკა, როგორ ხედავთ აი უახლოეს მომავალს? თუნდაც მზია საქმის გავლენას თქვენი ჟურნალისტების საქმიანობაზე და ელოდებით თუ არა, არ ვიცი, მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას თუ უფრო ფინანსური რეპრესიებით და სხვა ტიპის ეწოლით გაგრძელდება თავისუფალი მედიის ჩახშობა. აი როგორ ხედავთ თქვენი გადარჩენის გზებს მათ შორის ამ მომავალში, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ეს თქვათ რუსული, ბელორუსული რაღაცა გამოცდილებები, მის გათვალისწინებით რა შეიძლება შევცვალოთ ან რა შეიძლება გავითვალისწინოთ მათი გამოცდილებიდან. ხო, ჩვენ ხედავთ ძალიან ცხადად მომავალს. ეს შეიძლება იყოს ჩვენი სიძლიერეც, რომ არავინ თავს არ იტყუებს, ვინც ამ სფეროში დავრჩით. სუსტად ვიცით, გაცნობიერებული გვაქვს რისკები. ხედავთ რაზე არიან წამსვლელები და ამის გათვალისწინებით ვამბობთ რომ არსად არ მივდივართ ვაგრძელებ ბრძოლას და გავაკეთებ ყველაფერს რაც ცოცხალ ადამიანს შეუძლია იმისთვის რომ საქართველოში მედია გადარჩეს და არსებობდეს ხელისუფლებისგან თავისუფალი მედია გამოცემები მე მიხარია და მაძლიერებს ის რომ ამას არ ვამბობ მე შევამბობ ჩემი სახელით მაგრამ ვიცი რომ ჩემს ზურგს მიმაგრებს ათობით ჩემი კოლეგა და პატარა საქართველოში ეს არ არის პატარა საქმე. ეს არის ძალიან დიდი საქმე, ძალიან მნიშვნელოვანი. რამის თუ უნდა ეშინოდეთ, ამის უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ ამდენი ადამიანის გაქრობა, ხელების გადაგრეხვა და ყველა იმ შესაძლებლობის ამოქოლა, რასაც ვეცდებით რომ გავაჩინოთ და ჩვენი ხმარო ისმოდეს და საზოგადოების ხმარო ისმოდეს ეს რომ იყოს ისევ შენარჩუნებული ამისთვის ყველაფერს ვიზავთ, მგონია რომ არ არის ასეთი ადვილი. და მოდი ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მუშაობას.
არ გავბივართ, ვიცით ყველა რისკი გასნობიერებული გვაქვს. მზია სამაგალითოდ დაისაჯა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ შევეშინებინეთ ჩვენ და ეჩვენებინათ, რომ ჟურნალისტებიც აღარ ხართ დაცულები და ნებისმიერ ტიპის რაღაცა კონსპირაციას მოვიფიქრებ იმისთვის, რომ შენ ციხეში აღმოჩნდე. ხელის გაკვრის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გაგიშვებ თავდასხმით ვითომ თავდასხმის ორგანიზების და რაღაცა სისხლელეების გამო ამ რისკს ვაცნობიერებთ, მაგრამ ამის გათვალისწინებით ვუყურებთ რეალობას და რჩებით აქ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის რაც შემიძლია რომ ვთქვა და ავიცი მართლა ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების ადამიანების ვინც თავისუფალ მედიაში მუშაობენ, აგრძელებენ მუშაობას და ვაძლიერებთ ერთმანეთს და ამ კანონების იმპლემენტაციის პროცესშიც ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. მე მგონია რომ მათი მთავარი ამოცანაა რომ გაგვაქრონ და არ გამოვა ეს ფიზიკურად ამდენი ადამიანის გაქროვა. სწორად აღნიშნეთ, რომ ის გამოცდილებები სხვა ქვეყნების გამოცდილებები ჩვენთვის ერთგვარად უპირატესობაც არის, იმიტომ რომ ვიცით ეს პროცესები სად მიდის, საით მივყავართ და ეს შეიძლება ჩვენთვის არის ერთგვარი, ესე ვთქვათ, სცენარი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ. თუმცა ეს მათთვისაც უპირატესობა იყო, იმიტომ რომ ეს სიტუაციის განმავლობაში გადიოდა ეს სამთრეში სწრაფად გადიან. კი, აი ჩვენ ყავს კოლეგები, ეთერსაც ყავს ბელარუსი კოლეგები, რომლებიც თითოეული როცა რაღაც მოსაკითხად შეიძლება რამ მოგწერონ, რელოკაციაზე ხო არ ფიქრობთ და როგორიც არა და რამდენჯერ ვკითხეს, იმდენჯერ არა და ყველაზე ძალიან ბრაზობთ მაგ კითხვაზე. როცა მიწყებენ საუბარს, რომ ხო არა პირებ, ხო არა და დაგეგმო რომ ქვეყნიდან წახვიდე. არა, არ გეგმა, ორი შვილი მყავს, ჩემი შვილები იქნებიან აქ. იმ რისკის მიუხედავად, რომელსაც გადაუჭარბებლად ყველა გრძნობთ, მარტო ლიკაზაკაშვილი კი არა, ყველა რომ ნებისმიერი რამის გამო შეიძლება დაგიჭირონ, არ ვაპირებ არსად წასვლას. დავრჩები აქ, ვიმუშავებ და ვნახოთ. მე მგონი რომ თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ. იმიტომ რომ ყოველთვის ასე იყო საქართველოში. ანუ კი მე მესმის რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვადაროთ სხვადასხვა რეჟიმები ერთმანეთს, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რაც ყოველთვის არ იმეორებს ისტორიას მეზობელი ქვეყნების და სხვადასხვა საზოგადოებები, პატარა მცირე, ბევრი ფაქტორია, რაც მგონია რომ ესე ადვილად ვერ მოახერხებენ და ვერ გადაგვიგრეხავენ ხელებს. და ბათუმელებსა და ნეტგაზაცაც გითხარით. აგრძელებთ მუშაობას და ასე იქნება. ჩვენ არც გვაქვს საშუალება რომ არ გავაგრძელოთ მუშაობა ლიკასგან, თქვათ, სხვა მედია ორგანიზაციებისგან განსხვავებით, თქვათ, ვინმე აი ისე თქვა მინდა, აი ლიკამ რო თქვას რომ აი ორი შვილი ყავს და ეხლა დროა რომ თავის ოჯახზე იფიქროს და მივდივარ პროფესიიდან ან მივდივარ ქვეყნიდან, ეს არ იქნება რაღაცა უიმე ეს როგორ რატო გააკეთა ლიკამ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, რისკის წინაშე ვართ, საფრთხეები რეალურია, რეალური საფრთხეებია და ადამიანებს აქვს ინსტინქტურად, მით უფრო როცა დედა არის ადამიანი, იმას ინსტინქტები ის დონეზე აქვს განვითარებული, როგორ გადაარჩეს და როგორ გადაარჩინოს თავისი შვილები, ხო? და ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვართ. ისინი ვინც დედები არიან და ისინი ვინც დედები არ ვართ. მე არ ვარ დედა, ხო? მაგრამ ჩვენ ვერ წავალთ, იმიტომ რომ მზია ვერსად ვერაფერს ვერ ვიზამთ. რომც გვინდოდეს, იქიდან გამომდინარე მზია არის ციხეში, ვერც პროფესიიდან წავალ. მე პირობითად ვიძახე და ვერც ქვეყნიდან მით უფრო ვერ წავალ. იმიტომ რომ მზია არის ციხეში. ეს არის აქსიომა ჩვენთვის ახლა მოცემულობა ყველა რო წავიდეს, ყველა რო დაიშალოს, ჩვენ დავრჩებით და ბურთი მათ მოედანზეა, რას გვიპირებენ, არ ვიცი, ჩვენ ვიცი რას ვაპირებთ, ჩვენ ვიმუშავებთ, აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას საქართველოში, საქართველოზე ქართულად, საქართველოდან. ეს არის ჩემი ისე რა ქვია ხედვა ამ საკითხზე, ასევე არის, მაგრამ ხო, ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, რომ ჩემი კოლეგები აბსოლუტურად რა ვიცი, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა არავინ არ ლაპარაკობს, რომ მოდი რაღაცა ხომ არ წავიდეთ, ხომ არ გავიდეთ და გარედან არ ვიმუშაოთ. ძალიან მინიმალურია ესეთი ადამიანების რაოდენობა ჩვენს პროფესიაში. ალბათ იმიტომ, რომ რეალურად განცდა არის, რომ თანამოაზრეები, ანუ ქვეყანაში უფრო მეტნი ვართ ესეთი ადამიანები, ვინც
ასე ვფიქრობთ. მეტნი ვართ თუ არა მე ვერ ვზომავ ახლა მაგას, ალბათ ვართ, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. და მე როცა ვამბობ რომ ჩვენ მართლები ვართ და ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენ არ უნდა გავიქცეთ ქვეყნიდან და ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა იყოს განვითარებული და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და ყველა სიკეთე ყველასთვის თანაბრად მეტნაკლებად ხო როგორც არის. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი ამბავი ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ. არ უნდა დავმარცხდეთ ჩვენ. რამდენი ვართ? ბევრნი უნდა ვიყოთ. და ნახოთ დანარჩენი ახლა არ იქნება ეს ადვილი. შეიძლება მზია არ იყოს ერთადერთი პატიმარი, ამასაც ვაცნობიერებთ. შეიძლება პირიქით ჩვენი რედაქციიდანაც კი იყოს სხვა პატიმარი, შეიძლება მე კი არა, სხვა ჩემი თანამშრომელი დააკავონ. ანუ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერს ველოდებით, იმიტომ რომ გგონია რომ ყველაზე სასტიკ ვერსიაში ყველაზე უარეს ვარიანტს აირჩევენ. თავიანთი ინტერესების და თავიანთი განზრგეგმების სისრულეში მოსაყვანად. მაგრამ აი რასაც ლიკა ამბობს, იგივეს ვიმეორებ მე, იგივეს ამბობს ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, რომ ჩვენ აქ ვართ, არაფერს არ ვაშავებთ. ჩვენ ვართ პროფესიაში, ეს პროფესია არის ინფორმაციის გავრცელება, ეს ძალიან დიდი ღირებულება არის ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემა იციან ფასი, სიტყვის თავისუფლების ფასი იციან რომ როგორც კი ქართული კრიტიკული მედია ამ ხარისხის იმ სტანდარტის, ამ ეთიკის მოკლედ ნებისმიერი მედია რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ეს თუ გაქრება ამ ქვეყნის პერსპექტივა ძალიან შავ დღეში აღმოჩნდება. მე მგონი რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთი პროფესიის გადარჩენა. ეს არის ამ ქვეყნის პერსპექტივა, ეს იქნება დასავლური განვითარება, ეს რა ქვია, ცივილური სახელმწიფო თუ იქნება რაღაცა არც სახელმწიფო რაღაცა ტერიტორია, რომელიც რაღაცა დიდი მონსტრის კლანჭებში აღმოჩნდება, ეს ამ ქვეყანაში ადამიანებმა იციან. არიან ადამიანები, რომელსაც ამის არ ჯერათ, ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ესეთი ადამიანებიც არიან, რეალისტები უნდა ვიყოთ. ისი პროპაგანდა არის თუ რაც არის, თუ რაღაცა კომფორტის ზონა არის, თუ რაღაცა გულუბრყვილობა, ანუ ბევრი მიზეზის გამო არიან კატეგორია ადამიანების, ვისაც ამის არ ჯერა, ამ რისკების არ ჯერა. მაგრამ მგონია რომ ბევრად მეტმა ადამიანმა იცის რა ღირს ამ ქვეყნის თავისუფლება და ამ ქვეყნის თავისუფლება რო სიტყვის თავისუფლებაზე გადის, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა და ასევე მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენთვისაც. მათ შორის აი ბოლო მოვლენებზე, დარბევებზე, წამების, თავდასხმების საქმეებზე თქვენი მედია საშუალებების ინფორმაცია გახდა ჩვენთვისაც, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვა დამოუკიდებელ მედია საშუალებებთან ერთად. სწორედ თქვენი საშუალებით გაიგო მთელმა მსოფლიომ რა მოხდა საქართველოში, როგორ სასტიკად, ასე ვთქვათ, გაუსწორდა რეჟიმი პროტესტის მონაწილეებს და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის. აი არ ვიცი, ეთერმა რო თქვა, მეც მინდა რომ დავამატო, რომ მეც ძალიან მჯერა ჩემი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების. და გულწრფელად მჯერა რომ დადგება ის მომენტი, როცა არ დაუშვებს საქართველოს და საქართველოს საზოგადოება აქ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სიკვდილს და ეს გამოჩნდება და არ ვიცი, ისტორიამაც აჩვენა სხვადასხვა მომენტებში, როცა ეს ფასეულობა ჩვენ დავიცავით ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში ძალიან კარგად და მგონია რომ ახლაც ასე იქნება, ძალიან რთულ, მძიმე და სტრესით სავსე გზას გავდივართ, მაგრამ შეიძლება საამაყოსაც რაღაც თვალსაზრისით, რომ ასეთი ბედისწერა თუ რაღაცა ტვირთი გვაქვს ხო ჩვენ თაობას, რომ აი ესეთ ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვიწევს ბრძოლა ჩვენი შვილების და მომავალი თაობის უკეთესი მომავლისთვის, რაღაც ესეთ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს, რომ ეს არის ჩვენი თაობის ერთგვარი ვალიც შეიძლება მომავალი თაობების წინაშე და შეიძლება დარწმუნებული ვარ, რომ ვიამაყებთ ამ დროითაც შემდგომ და გავიხსენებთ ისე როგორც ვიხსენებდით სხვა რეჟიმებს, რაც გაიარეთ და კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოხვედით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.